გამარჯობა. Ჰამბურგში ფანტასტიკური ამინდები გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვიდეოს შესწავლების სანამ არის შესაძლებლობა ჩავწერო ხოლმე მწვანე ზონებში, რომლებიც მოგესალმებათ ამ ქალაქში ძალიან ბევრია და იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად ევროპაში. დღეს თქვენ ნახავთ ჩვენი მოგზაურობის გიორგი ბიძინაშვილთან ერთად მეორე ნაწილს. ამჯერად ჩვენ ვეწვევით ქვეშის ციხეს, ულამაზეს ციხეს, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს. იქედან ძალიან ლამაზი ხედები გადაიშლება. შემდეგ ვეწვევით დმანისის ნაქალაქარს და ძალიან ყურადღებით დაუგდეთ ყური გიორგის, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არ იცის თუ რას წარმოადგენს დმანისის ნაქალაქარი. მე რომ სპოილერი არ გამომივიდეს, ამიტომ გირჩევთ ნახოთ ვიდეო და ნახავთ რომ ეს მართლაც საოცარი ადგილია. ასევე სწორედ ამ ნაქალაქარში არის აღმოჩენილი მის ტერიტორიაზე Homo erectus-ები, ამითაც რა თქმა უნდა ეს ადგილი გამორჩეულია. აქედან ჩვენ მე წავალთ ერთ ძალიან ლამაზ სვანურ ოჯახში, რომელიც დმანისში მდებარეობს და რომელიც თუ ამ ტურს დაესწრებით იმასპინძლებთ და მერწმუნეთ ეს იქნება ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი, იმიტომ რომ მე ასეთი გემრიელი კერძები, როგორც ქალბატონ ბარინასთან გავსინჯე, სვანური კერძები მართლა არ არის. აქედან შემდეგ ჩვენ წავალთ ოროზმანში, ეს არის ის ადგილი, სადაც გიორგის ექსპედიციამ აღმოაჩინა Homo erectus-ების კიდევ ერთი ადგილსაპოვებელი. აქ აღმოჩნდა კბილი, საღეჭი კბილი, მოლარი და ასევე ყბის ნაწილი, რომელიც ნელ-ნელა გაიწმინდება და მზის სინათლეს იხილავს 1.8 მილიონ წლის შემდეგ და კიდევ ერთ ფურცელს გადაშლის ადამიანის ევოლუციის ისტორიაში. ასევე ჩვენ აქედან ოროზმანიდან ავალთ ყორღანების ველზე, საინტერესო ეს ადგილას და სამწუხაროდ უბრალოდ მოკლე დღე იყო და მეტი ვერ მოვასწარით, მაგრამ რაც მოვასწარით ეს იყო მართლაც ალბათ ერთ 60 დღეზე გადანაწილებული და როგორც წინა ვიდეოშიც აღვნიშნე, მუხტი რომელიც აი დღემდე მომყვება, გავიდა უკვე ერთ კვირაზე მეტი და ალბათ დამეთანხმებიან ჩვენი ტურის სხვა მონაწილეებიც, რომ ეს მართლაც იყო შედევრალური გასვლა. მაშასე ჩაუჯდეთ ვიდეოს, რომელიც არ არის მოკლე, მაგრამ არის ძალიან საინტერესო. ქვეშის ციხე, ეს არის რომელიც საუკუნე ქვეშ 19 საუკუნეები, შუა საუკუნეების ანუ ციხე. და უბრალოდ მოდი უცბად დავათვალიეროთ აქ. მე მინდოდა ვიზუალურად მეჩვენებინა. არა, ეს სანახავი იყო აუცილებლად. ეს სანახავი იყო აუცილებლად. აი ეს არის ყველაზე ჭკვიანი და მაგარი ალბათ არქიტექტურული დეტალი პირდაპირ ქანში გათხრილი შესველი, რომელიც და დეკორიცაა გზემოთ. და თან არის ძალიან ძლიერი, ანუ როგორც ჩანს იმაზეც იყო, რომ ამისი გარღვევა ფაქტიურად დანგრევა. ნუ ახლა დიდი სამუშაოები უნდა ჩაგეტარებინა, ხო? ხო, ჯერ ერთი ამ გაჭრაზეც არის დიდი სამუშაოები ჩატარებული და ამის აღება მე. თან როგორი აქ რა დიდ გარნიზონსაც ვერ შეიყვა. აქ მოგვიწევს პატარა გადასკუპება იმაზე, დიდი არაფერი არ არის. არა უშავს? ეტო საკუთრივ არ შემოვიდა. ხო. სერიოზული განაცხადია. ეს არის ქვედანაწილი, მაგრამ ცოტა
ცოტა ზევით ავიდეთ. იქ არის ძალიან და შემდეგ გავიღოთ ახლა. ო კიდე უფრო მაგ მოდი ჯერ ზევით. ამო იქედან ერთმონეთ მე კი ბატონო. ღირს ნამდვილად ვთქვათ, არაფერი ისეთი ვიცი, ნელა ამობრძანდით. აქ პატარა ეკლესიაც ისე აქ ბაზილიკაც ყოფილა. ესეთი ის არის რა. როგორ გინდა ფორტია, ფორტი. აუ თქვათ რა. ძალიან თქვენ მაგილაც მე შორის ჩემი არ მეშინია ხოლმე ისე. ქვეშ. 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 რა უთლიათ ბიჭო, ეს რა? ეს თუ ლავები. და აი მღვიმეები არის ლავებში, აი სიცარიელეები просто. ო. ეს არის მავზოლეუმის ნარჩენი და აიქაც გადახედოთ კიდე გავიდეთ. აი ნახეთ მავზოლეუმი. 19 საუკუნის არჩენებული და იქით უკვე ქართული და სომხური სასაფლაო ან ქრისტიანული ერთსარეს იყო. თავის ხაჭკარებით და უამრავი რა ვიცი საფლავის ქვები და მიცვალებულები. მოგეთ 48 გექტარი რაღაც 50-მდე სამაროვანი და 13 არის საცხოვრებელი. ხდებით ან რამდენი მართავდნენ რამხელა ეპოქა მოიცვა და გვიან ბრინჯაოს ხანიდან კი არა პარარაქს და 5000 წლიდან აი აქ უკვე ადამიანი სულ რაღაცას აკეთებდა უფრო ადრე ზიადაზედვაც იყო შესაბამისად აი ეს არის მავზოლეუმი ახლა ანუ აი მიწის ქვეშ სულ არის სულ სამართლით დავალდა ეს ყველა არის ხო აი ო მომადარი ანუ ეს მოს აი ესეთ ვაიმე ეთოთ პეტე 13 მავზოლეუმი
ემირატია. კი, ემირატი ერთხა დმანისის და ემირი. ბოლომდე ამირა ერთხა. ამირა იყო. დმანისის ყველა ისა მერი მოკლედ იყო ამირა რეგიონი რა. ისე აი და გასვენა ხოლმე აჰა. ცოტა. ჩემი ამაზე რთული მერიტი არაფერი არ იქნება. პირდებით. გოდოლზე არ აგიყვანთ ხაცი. მოგეთ ეს არის აი ეს ციტადელი ქალაქის თავის სამყოფელი, თავისი გარნიზონის სამყოფელით, მარნით. ნუ მაშინ ეხა როცა ის იყო პირველი არაბი ამირა რო იყო, ალბათ მარანი არ ქონდა. ან ქონდა და მოგეთ ამ ეკლესიაზე მოგიყვებით. ვიცოდით და ზედ დაფაზე აწერია ეხა ძველ დაფაზე რომ მე-9 საუკუნის არის, მაგრამ არ არის მე-9 საუკუნის. მე-12 საუკუნის არის, მე-12-13 საუკუნეები არის, ეს მინაშენი არის. დიდი ხანი ფიქრობ აი ეს არის ძველი. და მე ეს უკვე გიორგი მესამის დროინდელი აღმოჩნდა, ანუ ლაშა გიორგი მერთოდ ააცხონე გიორგი რაღაც ესე ეწერა ტექსტი და საბოლოო ჯამში C14 თარიღებით დათარიღდა და გიორგი მესამის პერიოდია. ჩავალთ ამას ადვილად, კარგად ვნახავთ. რაღაცა ძალიან მაგარი მშენებლები და არქიტექტორები ყავდათ ამისთვის ჩამოყვანილი, იმიტომ რომ ძალიან განსხვავდება სხვა ქართული ტაძრებისგან. ძალიან. თაღებიც აქვს ისეთი უცნაური შიგნით. აი ეს რო ნახოთ, ეს დაახლოებით გასუფთავებული არის. მთელი გარნიზონი, ისთვის ადგილი, აი ეს არის უზარმაზარი მვარანის შენობა. პირდაპირ არის აბანო და სულ თავზე არის ყველაზე მაღალი წერტილი, სადაც მე ნახავთ და მე უკვე სხვა ზონაში გადავალთ აქ. ნაქალაქარზე რაღაც 40 ქვევრი არის აი აქ. ორი ეხა ჩანს და ანჩენი ნუ ისე დაკონსერვებულია. დიდი მარანია, ორსართულიანი შენობა იყო მინიმუმ. გამყოფი ისა აქ რა. მაგითი ხვდებით. სასოფლო-სამეურნეო მიწები უკვე რაც ამას ამარაგებდა, ალბათ გარშემო არის ეს მიწები და სულ სოფლები არის გარშემო და აი ეს არის გარეთ უბანი, აი ეს არის უბანი ერთი, ნახეთ. იმ ღვიმეებში არის სულ ქალაქის უკეთ ნუცუბიძის პლატო რა. აი მეებში ეს ძალიან დიდ ბევრია, ეს ბევრი ისინია ღვიმეებია. მოგეთ ესეც ქალაქის ნაწილი არის. ამ ქალაქის და კიდე ქვევითაც სოფლები არის, ხიდები, გაჩვენებთ ყველაფერს. იყო, რომელიც მე აი ესე ადის გზა და უკვე აი ამ გზით უკვე ჯავახეთის ქედისკენ მიდიხარ, აი ეს არის რა, დმანისის, დიდი დმანისტაში. ხიდი ვისია? შუა საუკუნეების. ანუ აი სავაჭრო გზის, ანუ ერთი გზა ასე გამოდიოდა და ერთი აი ეს ზევიდან გადადიოდა. აი აქ ბურჯია ზევით თუ რო ავალთ, იხა ანუ აი აქ აი მდინარეზე არის, აქეთ მხარეს ძალიან დიდი ბურჯი ქვის და გონი ზევიდან უფრო დავინახავთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წარმოედგინოთ მეციხოვნე როგორ იყურებოდა. აი ესე ალბათ ტერი მოსჩანს მეფეო ამირა ჩემო. ო აქ სამივე ის ერთად ცხოვრობდა კომუნა, ქრისტიანული და მუსულმანური, ნუ და კიდე ეს მონოფიზიტური. ერთად ხოშიან ცხოვრობდნენ. ძალიან დიდრები იყვნენ და მათ სიმდიდრეს გაჩვენებთ. მეჩეთი გვაქვს, მედრესი გვაქვს, სამი ეკლესია გვაქვს. ორი სომხური, ორი ქართული, 4 უფრო. აი ეს სულ აი იმეებში და ნუ მეჩეთიც გვაქვს. ყველა ძველი მეჩეთი სხვათა შორის საქართველოში თუ ამიერკავკასიაში, როგორც მეჩეთი მე-13-მე-14 საუკუნის მეჩეთი გვაქვს. და ძალიან იშვიათი არის. ნუ ორბელიანების გვარი და ბარათაშვილები, მერე იყვნენ ამის ფლობელები, ლორდები, როგორც თქვა თუ მიწის ფლობელები. ბარათაშვილები, ორბელიანები და ორბელიანების მერე ორბელები ძველი გვარია და სომხეთში ნახევარი ლორე მაგათი არის. ანუ ეს გვარი მოგე ძალიან დიდ ტერიტორიას ნახევარგებ თლიანი ლორე ფაქტიურად და აკადემიკოსი ორბელი არის. სულხან საბა ორბელიანი აქ იყო პაპასთან ჩამოსული წერს ზაფხულში და იქ არის მიწერილები ორბელიანი და არ ვიცით ვის ეკლესიაზე არის მიჩხაპნილი.
ძალიან საინტერესო ახალი ისინი ჩდება ხოლმე მზე რო რაღაცა მიანათებს. აქ იყო სპეციალისტი ჩამოსული ხელნაწერთა ინსტიტუტიდან და ისეთი ახალი რაღაც პაპუნა ორბელი, ძალიან ბევრი ისინია სახელები ჩამოწერილები და გენიალური. ხო და აი ხლა აი აქ აბანოში ეს სხვათა შორის ამ პერიოდის ანუ რომაული აბანოები გვაქვს და ამ პერიოდის აბანო ის თბილის აბანოები კიცთ რომ ახალი ნუ გაკეთებულია და ეს ორიგინალში არის შემორჩენილი მე-14 საუკუნის აბანოა და ავიდეთ და ვნახოთ თავისი ჰამამი რა ტიპიური ჰამამი ეს იცით რომ ეხა გაასუფთავეს რაღაცა 80-იანი წლების მერე დიდი ხანი აქ გაკრიალებული არ ყოფილა აქაურობა აი აქვე ბარემ გაჩვენებთ რა ქალაქი ხდებოდა საიდუმლო გვირაბი რო არ ქონოდა და ნამდვილად აქვს ეს გვირაბი ანუ ჩემი თვალით მაგ ნანახი ცოტა საძრომიალოა გადიოდა მდინარესთან? აი აქ შეხედავთ ნახურეთს აი კლდეში რო შედის აი აქ შედიხარ და არის კიბეები ყოველ 15-ში არის თვითონ კლდეში ნახურეთი რომელიდან მზის შუქი შემოდის კიბეები და ჭერი არის გაკეთებული აი ესეთი 2 მეტრიზე მაღალი ფართე აი არ ვიცი მეტრანახე საჭირო რამე იყო და ჩადიოდი ზუსტად იმაზე და ეს გათხრების დროს დახეს გაასუფთავეს დახევრამდე გასვლა 40 მეტრს ჩახვალ მერე კოლაფსი ვერ ჩამოგრეულია ოღონდ ჭერიც გაკეთებული ის კი არის პროსტა გამოჭედილი კი არის მერე ამოშენებული არის ხონა კომფორტია მიცემ კი და ძალიან კაი ნათალი საფეხურები არა აბანოებში შევალთ უბრალოდ აი ეს მინოდა მეჩვენებინა რომ აი იქ რო ნახურეთი აი იქ არის გამოქვა ისა რა ქვია კიბე საიდუმლო გვირაბი რომ აქ რო ანუ ჩახვალ არ ჩანხარ რა იქ რო ჩადიხარ და გაიპარები და მიიპარები და რავი წყალს ამოიტან იმ წყლის დას შეიძლება მაღალი იმიდან გადმარა არ ვიცი აკვედუკივით რაღაციდან გადმოყვანილი და პლუს ნუ გროვდებოდა იმიტომ რომ აქ ხანში აქ ჭას ვერ იპოვი აქ არის ბაზალტი ნუ ეს არის პირველი რაღაცა ოთახი როგორც ჩანს გასახდელივით და აი აქ იყო გაყოფილი ნახეთ აი აქ არის რაღაც კარებებისთვის სამაგრებია აი ამაში აქაც და აქაც რაღაცა ის იყო აი აქ რაღაც გაყოფილი იყო ფაქტია და მე უკვე აი აქ შედიხარ აქაც ეს ყველაფერი პატარა და თითო კაცი რო აქაც რაღაცა შანსიც თავდაცვითი ხედით ქონდა მაგრამ თავდაცვითი ისიც რო ქონოდა მაგრამ თავარი აი აქ არის ხლა ამის შემდეგი ოთახი ეს უკვე მექისის ეს ჩვენთან რომ მექისის ისინისო ზუსტად აქ რო წამოწევდა და გუმბათით შემონახულია ეს ნალესობა შემონახულია აქ მე მგონი შეძლებს კი აი ამის შემდეგში უკვე ისე შეიხედეთ აქ შევალთ ჩვენც და აქ რო დადგეთ კი დაინახავთ და ეს მოკეთ არის ადგილი სადაც ერთად თბილის ურაბანოში ცალკე ოთახი სადაც გასუფთავება და გაქისვა ხდება და მასაჟი და აი ეს უკვე არის მთავარი ადგილი აბაზანაი ვისაც შეგიძლიათ შემოზადით ვინც არა საკმელიდან გამოგხედეთ და ჩავწვევი აბაზანაში მე ჩავგორდები მოკლედ აი ეს არ ვიცი აქ როგორ იჯდა მაგრამ ძალიან საინტერესო სისტემაა ხალხო აბაზანა ცხელი წყლით და ცივი წყლით აი ნახეთ აი ამ თახს თუ ხედავთ აქ იდგა ქვაბი ნახე როგორი ამოჭრილია ქვაბი იდგა ენთო ცეცხლი ეს ხელდებოდა ეშენი წყალი და მილები ნახე ნახვრეტი შედის და აქედან გამოდის ნახვრეტი აი გამოდის ცხელი წყალი აი აი აქა აი ამის ქვეშ ამაზე კაცო ანუ ეს და აქ ხო და აქ ისინი შედის მილი არის აი აქედან გამოდის და მერე კიდე როგორც ჩანს აქ ჩამოდიოდა აქ მორღვეული აქ რაღაცა ის იყო და აქედან არის კიდე ერთი გამოსასვლელი აი წყლის კიდე ერთი და მოგეთ ცივი წყალი აქედან მოდი ცივი იყო აქ ცხელი იყო აქ გზავდებოდა
და მოგლეთ აქედან მე როგორც ჩანს ნაბანი უკვე ეს ნაბანის გასასვლელს გავს. ასე რომ მუდმივად ესე აბა ხო არ ვიცი ხა უკვე ესეც რაღაცა არის. ეხა მე ვერა ვაწყე ის, მაგრამ აქაც რაღაცას იმას გავს ღვალი როა თითქოს. ნუ ეს იჯდა და ამას აქ ისინი მხევლები ბანდნენ ალბათ ხო და მაგრამ ამისი მთავარი პეცი არის აი ეს სტრიათ ორიგინალშია შემორჩენილი და აქ წარწერა არაბული. ნაწყვეტი რაღაცა მე ვიღაცა ვინც იცის კითხვა მითხრა ილალა წერია თუ რა ალბათ ის ლაილა ილალა მუჰამად რასულა ალბათ ეს კოჟო შეიძლება წახოკითხო. ძალიან პატარა რაღაცა მონაკვეთი იკითხება ზუსტად არ ვიცი და მე არ ვიცი ეს არაბული. ხო და ნუ მე თანამედროვეებიც არის და ცნობილი ადამიანების თანამედროვე ხანდახან არ გაგიკვირდეთ რომ შეგხვდეთ ხოლმე მათ შორის დავით გარეჩით წაღერები? ხო და მოგეთ ეს არის ორიგინალში შენახული აბანო ძალიან გაშ სისტემით აი გასასვლელი აქ ნახრეტია ნუ ფაქტია აქედან გადიოდა რა აქაც რაღაც მილი აქაც რაღაც მილი და აქაც რაღაცა ნუ აწყობა შეიძლება სიმაღლეების მიხედვით აწყობს სისტემას იქიდანაც შესაბამისად ცივი წყალიც დაერთებული იყო რაღაცნაირად ამ ეს არის რაც შემორჩენილია მოგეთ გალავანი ნაწილი მე ვიძახი რომ ეს ტუალეტი არ ითქო და აიქა აქ შეგვიძლია განულაგდეთ ეს არის ყველაზე მაღალი სიმაღლე წერტილი თუმცა როგორც ქარაფები იქით ხარეს უფრო დიდია და შესაბამისად ამიტომაც არის აქ ნაგებობა და ნუ უფრო მეტიც იყო ნუ ეს არის რაც დახვდათ და ამაზე გაჩერდნენ არ ვიცით როგორი ტიპის ნაგებობები, როგორი გოდოლები რამხელა იყო. ერთადერთი შემოსასვლელი გზა ისა და დანარჩენი კი ხედავთ ბუნებრივი კლდე, აი როგორც დანარჩენი კლდე არის გარშემო და სადაც ცოტა დაბალია, იქ არის ფორტიფიკაცია. აი ეს წინ სამაროვანი, როგორც თქვით, სასაფლაოები. ნახეთ აი თუ დაზუმავთ აი იქ სუპირდაფი. აი იქით უფრო იქით. ნელა. მოგეთ ეს არის ამის ზედა მხარე და ეხა ქვედა უფრო კარგად გაჩვენეს და შესწავლილს გაჩვენებთ კიდე, მაგრამ ამანამდე მამაკარი ვნახოთ და ის ეკლესია, იმიტომ რომ რაღაც სასწაულია. გიჟდები, აი ეგეთი პატარა და კოხტა. ეხა დავათვალიერებთ მამაკარი, შიგნით ჯერ ტაძარში შევალთ და მოგლეთ ეს არის დმანისის ტაძარი ღვთისმშობლის სახელობის, ღვთისმშობლის მიძინების მქონე და აი ეს არის ცნობილი დმანისის ხატი, რომელიც ორიგინალი დაკარგულია ეგზარქოსების დროს გაქრა, იმისი ასლი არის და ეს ასლიც აღდგენილი არის ბეჭდიდან მეფე სიმონ მეფის ბეჭედზე იყო სიმონ მეფეს ქართლის ხო? სიმონ ქართლის მეფეს ბეჭედ ახტალის აი ესა ხო და იმის მიხედვით მე აღადგინეს იმიტომ რომ ორიგინალი არის გამქრალი მოგეთ წაიღეს და არ ვიცი გადაადნეს თუ გაყიდეს ორიგინალი აქ იყო და ეს იყო ძალიან ეს ითვლებოდა წმინდა სასწაულმოქმედი ხატი და ისა და ამიტომაც ადგენდა წაიღეს როგორც ყველაფერი წაიღეს და მე კიდევ კარგი ეს გამოსახულება იყო შემორჩენილი ბეჭედზე და იმის ბეჭდიდან აღებული გამოსახულებით არის ეს შექმნილი, თორე არ გვეცოდინებოდა რანაირი იყო თან სამეფო ისინი აქვს უჭირავს. რაც სამეფო ხატია რა, საერთოდ. აქ ნუ ეპისკოპოსიც იყო დმანისის, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დასაფლავებული, ვახტანგ
ვახტანგ მეფესაც ვეძებთ მესამეს, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ დაფლულარს დვანისო ესე ჯამთაღტერს უწერია და კარიბჭეში ჩატარდა გათხრები აი ლამას შენობას რომელსაც მე ვნახავთ და ბევრი ნახეთ მიცვალებული ბევრი მათ შორის კეთილშობილი ქალი ძალიან მდიდარი ოქრო აბრეშუმის კაბით და ოქრო მკერდით და ღილები ოქროსი და რავი საყურეები და ესეთი მისხეული იყო მეთოდ გულსაკიდი ძალიან მდიდარი პრინც მე-14 მე-13 მე-12 მე-13 ხო ესე და თარიღები გაკეთდა აქაც ნუ ეს სავსე აქ არის ადამიანების დაკრძალული მე მიხვეტილი და ანუ ეს ამოითხარა ამის ქვეშ აქ მთელი აი ხა ნახეთ აბა ესეთი ქართული ეკლესია ესეთი კოლონები თუ გინახიათ რაღაც ცოტა მგონი გოთიკურში გადადის ხო თაღები რა ეს ნაწილი ყოველთვის ეს თაღები ხო ეს გიჟურია ძალიან მაგარია და ზევით არის ისა აი იქ არის სამალავი აი იქ სამალავი ოთახი არის ხო ნუ განძევლობას იქ ინახავდნენ ეს ძალიან ლამაზად არის და კარგად არის გაკეთებული მამაკა და ძალიან წინვალეა ხო და ნუ აქ იყო აი არ ვიცი რამდენი ცხეული ამოიღესა არ ვიცი ხო ყველას უკვე იმეებში ეს ბავშვის არის გობა რა არა ეს არის სეჭაბუ ყორბელი აქეთ არის იმის მეუღლის და არა ეს შვილის ის სეჭაბულის და ეს მეუღლის ყველაფერი აი ეს თაღებიც ნახე ეს როგორი სინი არის და ტუფი არის სულ ლურჯი ტუფია და გარედანაც ლურჯი ტუფით არის მოპირკეთებული და არელიეფები და აქ ზევით ეს გვიან წარწერებია რაღაცა ხო გვიანია აქ ზევით აი ხო მან რა წერია მამაკა არ ვიცი იმას რა ქვია 400 შემოწერია აი აქედან არის თითელი თავზეც ქვით არის გადაფარული და წარწერები ბევრი უამრავი წარწერა ეპისკოპოსის შესახებ გიორგი მესამე სტაფინასებაზე შევთანხმდით ხო რომ გიორგი მესამე იყო და არა ლაშა გიორგი და კიდე ბევრი საინტერესო წარწერები არის საკმაოდ რთული განსახორციელებელი ის იყო ესეთი პატარა ნაგებობა ესეთი ბევრი დეტალებით და რეალური სახურავებით ეკლესიების ლორფინები იყო და არა ეს ჟეშტი და ისა ხო ზოგან კრამიტი ახლა ბიზანტიური სტილის ახლა აფხაზეთში და იმაში მაგრამ ძალიან აღმოსავლეთ საქართველოში ძირთად მე ვფიქრობ რომ ეგრეც არის და შემორჩენილიც არის ეს იყო ლორფინი და ხო ეგ კვეტერა ახლა ხო ისი არის ლორფი ანუ ქვა არის ეგეც აი ტუფი არის წარმოვიდგინე დიდი ბლოკებია იქ და ესენი მე როგორც კრამიტი ერთმანეთზე არის ესე დაწყობილი და იქ დუღაბი აქვს და აი ესეთი ის არის და ესეთი იყო და ეხლა რომ რეაბილიტაციას აკეთებენ ჩვენო იმასო ვერ გაუკეთებ და ზედ შურუპებს უკეთებენ და ჟეშტებს ახურავენ და აი ეს არისო გადარჩენი ანუ 21 საუკუნეში თურმე ვერ გააჩერებ წყლის დენას რავი და იმ ნახრეთს რომ გაუკეთებ ის ხო იმას რაღა ეშ არა ისთან ის ხო აზიანებ კაცო შენ ისე მაინც გადახურე რომ ნუ დააზიანებ აი ეს არის ნახეთ ხაჭკარი არის ჩადებული ო ჩადგმული არის ო ხო და ნუ თვითონ ტაძარია ეს მინაშენი არის რაღაცა არაჩვეულებრივი ეს შენობა შეკეთებული რომ არის შეკეთების დროს სხვადასხვა შენობის სხვადასხვა ნაწილებია გამოყენებული ხედავთ და ეხა ჩვენ რო ჩავალთ აი ეს არის ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ნაგებობა ვიღაცა ისინი შიგნით არიან აველოდები აი ეს შენობა არის ჩემი საყვარელი აი ეს ფერადი გიჟდები ხო სუტუფებია ბევრი რო იცოდი და ბაზალტე აი ეს არის ბავშვის საფლავი მოდი აი ესეთი მე მგონი ძალიან იშვიათი რამეა ნახე როგორი პატარა და როგორია
არ ვიცი ახალშობილის, არ ვიცი. რისი თქვა მინდა რომ რეალურად აი ეს არის ამ ნაგებობის ორიგინალი ნაწილი შემორჩენილი, რაც არის ორიგინალი პირველი წყობა არის ეს. აი ეს ქვედა რიგი და კვადრები და ყველას თუ დაკვირდებით სხვადასხვა ფერის ტუფი არის, ბევრი სახის გამოყენებული და მე ეს უკვე შეკეთებული არის და წერია კიდეც რომ მარიამ ბატონიშვილმა შევაკეთე მე 18 საუკუნის დასწრიშია თუ არ ვცდები. ესა და კიდე აი ქალაგალაგ მიხვდებით, ნუ აი შეკეთების დროს, აი როგორ ჩანს ეს შეიძლება მე ვფიქრობ რომ სულ ასეთი იყო. ფასადი იყო, მხოლოდ სხვადასხვა ფერის, წვანე, წითელი, ყვითელი, აი ეს ტუფების მონაცვლეობა და აი იმიტომ რომ მიხვდებით, აი ეს სხვა ნალესობა არის, ეს სხვა ხარისხი არის. და ეს ხო დუღაბიც სხვა არის და ეს აქ უკვე აგური შემოდის ის არის. აი ესეც ეს რაღაც კიდის ქვა არის. აქაც ესია და ეხლა იქიდან შევხედოთ იქ კიდე უფრო შთამბეჭდავია. ნახე წითლის გარდა აი კიდე რა ფერი არის. რამდენი ფერები არის. სპეციალურად არის მოტანილი ეს ქვები და აი აქ მიხვდებით დაახლოებით მე ვფიქრობ აქედან მიხვდებით როგორი ფასადი ექნებოდა. და ძალიან მაგარია რა, აი გიჟდე, არა? დაფერებია. ქვედაფენა რა როგორც არის. ზუსტად ქვედა ადრეული ალბათ 12 მე-13. ერთ და იგივე ის არის. კი, აი იქ თოფი არის ერთ-ერთზე. ასე რომ მოგეთ პერიოდიკას ვერ გაიგებ, ნუ თოფი თუა მიხვდები რომ მე-17 საუკუნიდან მერე არის და შეიძლება მე-19-ის არის. თუ თოფი არ არის, შეიძლება უფრო ადრეულიც იყოს. ეს მოკუჩებული არის რაიონიდან რომ არ დაიკარგოს და ნუ აი ცხენები იყო რა, ცხენის თავები. ეს კვე არ არის ცხვრები. ესეთი ტოგიანი, ხო. მოკლე ტოგიანი კაცი არის იქა, გამოსახული. მინიუბკიან და თოფი ნახე? აი? ხო, აგე. ხო მაგარია. ეს როხები საიდან შემოვიდნენ? ჭიშკარი ხო არ დავტოვეთ და ჭიშკი შეიძლება. გორა. ტყუილად მიჭირავს თუ დაცხო. რა ვიცი, აი. პატარა ჯგუფით მოვედი და აია. მომზანდით. ჩემია? მოდივარ. შემოდგომა, მოგ დღეს იწვიმებს ხალხო. დღეს ვიმევა და ხოლმე კაი ამინდეთ. ხო? აი ეს არის უკვე რაზეც რის თავზეც დავდივართ და ჩვენ ქვეშ რა ხდება რო იცოდეთ, წარმოდგენა რო გქონდეთ. ხო. რაც არ ვიცით, ანუ აი ამ ბორცვების ქვეშ, ამ შემაღლებების ქვეშ არის აი ესეთი უზარმაზარი ნაგებობები და თუ მასშტაბს, ზომებს თუ შეხედავთ, წარმოიდგენთ როგორი ქალაქი იყო ესეთი დიდარი. აი ეს არის ერთადერთი ყველაზე მაღალი სამსართულიანი სახლის კედელი შემორჩენილი და აი ხა ჩვენ იქიდან შემოვუაროთ და ნელ-ნელა უკვე ზიადაზეзвისკენ გადავიდეთ. აი ეს აგერ ფენები ეს შუა საუკუნეების რო ნახოთ პირდაპირ ძვლები, კერამიკა, ყველაფერი შიგნით არის. ეს როგორ ჩანს? კი, კაცო. გავსაყრელი სამ. ხო, რაღაცა და თან რო გათხრილი და გადმოყრილი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაცა არის, არ ვიცი, აი ზედ დავდივართ ძვლებზე და იმას. სად? ეხა ჯიქ მივალთ. მე მინდა რომ იქიდან აზრობრივად რომ მივყვეთ. აი ხა შუა საუკუნეების ქუჩაში შევალთ. ანუ აი ეს წესით აი ეს ქუჩა ესე მოდიოდა როგორ ჩანს და ნუ ეს კიბე მე ჩვენ გავთ მე მონაწილეობდი ამის გათხრაშიც. მიწით იყო დაფარული და აქ სინამდვილეში ეს პირდაპირ ქუჩა იყო ესე. უბრალოდ ეხლა ნუ კიბის სახით გავიქეთ, იმიტომ რომ ეს არ არის გათხრილი ეს ტერიტორია. აი ეს არის ქუჩა პირდაპირ შუა საუკუნეების
საკმაოდ დიდარი კვარტალი, ნახეთ აი იქ მეორე სართულის ისიც ჩანს უკვე გადატიხრვა და ეს ნაგებობებს თუ აკვირდებით ზომებს მიხვდებით რომ შენობები არის რაღაც ძალიან დიდი. ხო? და კი, ესეთი დიდი ეს არის მუსულმანური კვარტალი არის. აქ არის სამეურნეო ორმოები, აი ეს ბევრი სამეურნეო ორმოები, რასაც როგორც ხან ნაგავსაყრელად იხმარებოდა, ხან ხორბლეული შესანახად, რო აღარ გამოდგებოდა, მერე შიგნით ავსებდნენ, ანუ ჭურჭელი რო დაემტვრეოდათ, რავი, რაღაცა ძვლები, ყველაფერს იკრიდნენ და ჩვენთვის არქეოლოგებისთვის სამეურნეო ორმო არის ძალიან საინტერესო და კარგი ნაგავსაყრელი ყველაზე საინტერესო სარფიანი საქმეა. აი ეს კი გვიან ბრინჯაოს ხანის სამარხი არის აქვე ესეთივე ორმოში. გაკეთებული ქალის ჩონჩხი არის ლოტუსის ფორმაში არის ეს ქალი. იჯდა. ნუ დაკრძალული, ხო, არის ეს, ნუ ხო იწვა ოღონდ აი ესე ფეხები და ნუ გვერდზე სამეურნეო ორმოებია და ზუსტად ესე იგი სამ პერიოდი შუა საუკუნეები, გვიან ბრინჯაო და პალეოლითი. მოვედით და ისლამი აქეთ. ეს არის მეჩეთი ხალხო, ეს არის შევალთ, ეს არის ყველაზე ძველი მეჩეთი საქართველოს ტერიტორიაზე. მე-13-მე-14 საუკუნის მეჩეთი. აქ არის ყიბლა, ანუ აი ეს რასაც ეძახიან რომ მექასკენ რომ იყურება ეს როცა ლოცულობენ, ხო, ეს ჩვენ ეკლესიაში აღმოსავლეთით გვაქვს, ამათ კი მთავარია მექას მიმართულებით იყოს. თუ სამხრეთ ნახევარსფეროში ხარ, ჩრდილოეთით იყურება, თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნუ ჩვენგან სამხრეთ დასავლეთ ხო მე მგონი, თუ აღმოსავლეთ. ყოველ შემთხვევაში ესე არის აი ეს არის ეს რა ქვია, ეს ჩვენი თავის ქალები, აი ეს გოგონა არის. ჯენზი, თინეიჯერი, ძმანისელი თინეიჯერი გოგო. ნახე როგორი კიჭები აქვს და საკმაოდ კარგი შემონახული არის და ფაქტობრივად დმანისის თავის ქალები რო არის შემონახული ამ პერიოდის არც ერთი არაფერი არ არის შემონახული ასე კარგად. და შესაბამისად მთელი პალეოანთროპოლოგები რამეს თუ იპოვიან, მერე ამას ადარებენ, იმიტომ რომ აქ ვიცით რომ რომელი ძვალი რა ადგილზეა და აი ეს არის სწორედ ის დომინანტი მამრი მეხუთე თავის ქალა. ნახეთ ტრამვა სამოროდად ან დაცემენ ურთიერთკონფლიქტაა გამოწვეული. სწორებაში შეხორძებული ყუნიმლი, აქაც აქვს და კიდე თავზეც ქონდა ერთი. და აქ ტრამული დაზიანების გამო. აი ნახეთ თხემი ძვლის შეთხელება ტრამული დაზიანების გამო, აი კიდე. ხო. და აქ კიდე მიკროსკოპული კბილის ჭხირი, ხო. ო, ტრასებია. თავის ქალაზე აღმოჩენილი ტრამული დაზიანებები, სავარაუდო ინფექციის სტრეპტოკოკის კვალი. სტრეპტოკოკის კვალი. ასე რომ ეს არის ბებო, ეს კიდე მოხუცი ინდივიდი. ბებო, რომელიც სწორედ ეს არის პირველი მტკიცებულება ემპათიის მოვლის თელს, არის სამეცნიერო დასტურებული, რომ ანუ ეხლა ხო, თავარი რაც უნდა ვიცოთ, რომ ყველაფერი, ნუ ჩემი მოგზაურებული აზრით, ყველაფერი ლოგიკური არის და მათ შორის ლოგიკური არის ისიც, რომ ადამიანი არის მზრუნველი არსება და ჩვენი ბიოლოგიიდან მოდის, ჩვენი ნაშიერი, ჩვენი ხაზი რო არ ამოწყდეს, აუცილებელია, რომ ჩვენ ნაშიერს დიდი ხანი მივხედოთ, ბევრი წელი მივხედოთ. ეხლა ხო. სწორედ ეგ მაგაზე ვსაუბრობდით. ჩემი 50 წლის ბავშვისთვის თუ შეიძლება. ხო და იმის თქმა მინდა რომ ესე იგი კვიცი დღება იმ დღესვე ფეხზე ხო და რაღაცა ძალიან მალე გადავა ბალახზე და დამოუკიდებელი ხდება. ნუ ზაღლის ნაშიერი და ჩვენ ნაშიერი წლებია, ხო? თვეები ფაქტიურად ანუ შეუძლებელია, ხო? ეხლა ერთი წლის რო გავუშვა. შესაბამისად დედა ზრუნავს შვილზე, მაგრამ მე უკვე შვილიც უკვე ზრუნავს დედაზე და აი უკვე გვაქვს ეს მაგალითი, იმიტომ რომ ამას კბილები დაკარგული აქვს უკვე დიდი ხნის შეხორცებული არის ეს მთელი ეს ყბები შეხორცებული ფიზიკური სამუშაოც არ შეუძლია
გამრავლებაც არ შეუულია. მაინც ული. და ზამთარში ცივა. 10 გრადუსი გვაქვს საშუალო წლიური ტემპერატურა დღევანდელი ბოლო აი მონაცემებით. კბილების მეზოზომა შეისწავლეს იმ ცოხნელების და იმის მიხედვით როგორ ბალახს ჭამდნენ გავიგეთ და როგორ ბალახს ჭამდნენ წლიური ამპლიტუდაც და საშუალო ზომიდან მოგეთ ფორმულა არის და გამოითვალა რომ არც ისე სავანა არ იყო აქ. იქ რო იყო სავანიდან სავანაში არ მოვიდნენ, სავანიდან მოვიდნენ რაღაც ზომიერ აი ესეთი გაშლილი და ფართეფოთლოვანი ტყეები პლუს პატარა გორაკები და ასეთი. ხო, აი პლუს მინუს, ხო, აი ის მოზაიკურ ლანდშაფტში მოდიან, ზამთარში ცივა და ზამთარში რო ცივა, იმას ნიშნავს, რომ კენკრით, ანუ ეს ბებოთ კენკრით ვერ გაიტანდა თავს და აუცილებლად პროტეინი დაჭირდება და პროტეინს უნდა დაღეჭვა დამუშავება და ჯერ მოპოვება, მერე დამუშავება და მერე ამან რო გადაყლაპოს და ეხლა შესაბამისად როგორ ჩას ჩართული იყო ჯგუფი ამ აი ეს კიდე ნახეთ ტაცებლის კვალი თავის ქალაზე აი ეს ძალიან დიდი. საინტერესო მომენტია, ეგივე არის ნაპოვნი. კი ავსტრალოპითეკზე ავსტრალოპითეკზე, ანუ აფრიკაში აი ზუსტად ასეთი. აი აქ არის ახლა თვალსაჩინო მაგალითი ამ რეკონსტრუქციის და რეკონსტრუქციის ძველი არის ბებოსი და აი ეს არის ბებო. აი ესეთი კბილები ქონა, ეს არის ის ჩვენი ალფა მამრინ, ახლა ამის ტვინის მოცულობა რო წაიკითხოთ, ძალიან პატარა აქვს. აი ეს 4500 აი. 4500 და 546 ხო, ორი სანტიმეტრი. ხო, როდესაც ხვებს აი 700 აქვს და ამას 600 აქვს. ამას 775 აქვს. ამას 650 აქვს. ყველას ბებოსაც მეტი აქვს. ყველას მეტი აქვს. მოგეთ ეს და ეს არის პირველი ყბა, რომელიც 91 წელს აღმოჩნდა დმანიში. სულ ყველაფერი უნდა იცოთ, აი მას ქვია ხალხო champagne room, შამპანიურის ოთახი დავარქვით, იმიტომ რომ დიდი ნაწილი თავის ქალებისა და ყბების ადამიანის ნაშთების აქ არის ნაპოვნი და კიდე იქ არის ორი თავის ქალა ნაპოვნი, აი იქით ხარ ეს კიდე. აი აქ, აი ამის ქვეშ. ანუ ესა ისტორიული ეს არის ეს ბაზალტი, აი ეს ფენები ყვითელს, რასაც ხედავთ, ეს არის პალეოლითური ფენები. ჩვენ მე ახლა გადახურული შემოულით და იქიდან ჯერ მინდა ეს ნახოთ, აქ ეს არის ქვის იარაღის ასლები, ეს არის ფაუნის რაღაცა ნიმუშები. დაახლოებით აი გარემო რო წარმოედგინოთ, აი ეს იყო. აი ესეთი იყო გარემო, ეს არის ჟირაფი. კი. აი ეს არის სპილოს კბილი. სპილოს აქვს ცოტა კბილები ძალიან 4, 2 ზევით, 2 ქვევით. და ეს არის სპილოს კიჭი ერთ-ერთი. ეს რაღაცა პატარა ხმალგილაა. ნუ დიდიც არსებობს პატარა. ხო და ეს არის ნახეთ. აი ესეთ გარემოში ცხოვრობდნენ ეს ტიპები რა. და როგორ წარმოედგინათ აი ცხენები, როგორ ცხენები იყო ბევრი სპილოები და ეს არის ჟირაფი. პალეოსტრაგუსი ქვია. ამ სახეობას ხო, ჩვენც ეს ვიპოვეთ და ძალიან გამეხარდა. დამატებით ახალი სახეობა დავამატეთ. ეს ყავს, ესენი ყავს და ესეც ვიპოვეთ. ნუ ბევრი სულ 64 ტაქსონია. არა, აქ არის ჰომოთერიუმი, აქ არის მეგანტერეონი, არის პანტერა, ერთი 4-5 კატა არის რა. და ეს უფრო ჰომოთერიუმი მგონია ალბათ. ჰომოთერიუმი ყველაზე დიდი არის ამათ შორის. ჰომოთერიუმ კრინატიდენსი, ანუ დაკბილულ კბილიანი. ხერხკბილა ჰომოთერიუმი, აი ეს არის რომ ვიცით რომ ესენი რადგან მონადირეები ნაკლებად იყვნენ, აი ნახე რა შევიან, ნუ აქ არის წავდნენ რომ აფთარი კლავს ამას და მე ესენი აგდებენ. და ართმევენ რა. საკვებს ლეშამიები, აი ეს არის ბებოს უფრო ეს სურათია, უფრო კარგად თო წავის ასლი მაინც ესეთი ხარისხის არის, მაგრამ ნამდვილი სურათი ამ შენი ბებოსი. ეს არის ძვლები, რომლებზეც ნუ ქათმარ, ანუ დაჭრის კვალი არის და ადამიანის ძვალზე არა საუბარი და ცხოველი ძვლები რაც გვეუბნება რომ ქვის იარაღების კონკრეტულად ამისთვის ამ დანიშნულებითაც იყენებდნენ, ანუ ხორცს აჭრიდნენ ძვალს.
და არის ასევე ძვლები, რომელზეც არის მტაცებლის კბილები და იმაზე მივხვდებით, რომ ესე იგი ეს ადამიანს არაფერი არ ქონია. შეიძლება ორივეც იყოს. ჯერ ადამიანმა რაღაცა მოაჭრა, რაც დარჩა მე იმას შეჭრა. მოგეთ ყველაფერს ეს უნდა წაიკითხო უბრალოდ ეს ყველა ინფორმაცია. ხო, გამოძიება არის დიდი. ბებოს ასაკი შეიძლება სულ 40 წელი ყოფილიყო ალბათ ან 35 ხო, რეალურად იქ ცხოვრების ის ძალიან გვიან შუა საუკუნეებში კი არ ხარ ესეთი დეფორმირებული ყვები ეხა ემთვათ აქ და ნუ ამან მიქნებ დაავადება ქონდა და დაკარგა, მაგრამ უკვე დიდი ხნის დაკარგული აქვს და ეს ჩვენც რა რო არ დამტისტი რო არ იყოს ზუსტად ასეთ შემდეგი ბოლო ეგ კი, ყველაფერი აიქ არის აღმოჩენილი, ეს არის რეკონსტრუქცია ელიზაბეთ დეინის 2009 წელს გააკეთა რეკონსტრუქცია. აქ არის ხოლმე, არ ვიცი ხა ამის ჩართვა პატარა დოკუმენტურია, მაგრამ ესეთი თუ დევს მე მგონი YouTube-ზე და მოდი ჯობია უფრო მე თქვენ ფენებს და უფრო სიღრმისეულად ვილაპარაკოთ ამ თვითონ არა მინდა რომ იქიდან მივიდეთ აი შემოუაროთ უფრო კარგად გაჩვენებთ და მე კიდე არის ძალიან ბევრი ისა ვასო იქ ახალი გათხრების ადგილებია და იმასაც გაჩვენე მოგეთ მე ვიყავი 22 წლის აქ რომ მოვედი 2003 წელს ხო და პირველი კვადრატი აი ქონა კუთხეში ახლა უკვე ნოლზე არის ჩასული და ადამიანის ორი ნაშთი ვიპოვე აი აქ აი ამ ადგილას ვიპოვე ესე იგი მუხლის ძვალი და ნეკნი რომელ ადამიანს თვითონ აი ერექტუსის მე ნუ ორი ჩემს სახელზეა ხო და ეხლა რა შეება რა ხდება აი რომ ბუშტებზე რომ ვლაპარაკობდი და შვეიცარიულ ყველზე აი ესეც ლავის ნახეთ აი ის ნაწილი ზევით მიმაგრებული იყო თუმცა მე კოლაფსი მოხდა ჩაინგრა იმიტომ რომ შიგნით სიცარიელე იყო აი ესეც ჩანგრეულია ანუ აქ საჰაერო ბუშტივით იყო და მე აი იქ არის შესული ეს ნალექები და აი ნახეთ ძვლების შემცველი ფენა პირდაპირ ძვლებს ხედავთ აი თეთრი აი ეს არის ის პალეოლითის ადრე პალეოლითის დროინდელი ძვლები განამარხებულ ცხოველთა ნაშთები ძალიან ეს არის ფენები ანუ ეხლა გეტყვით რაშია რითი არის საინტერესო ეს სტრატიგრაფია რომ აი ამ ზოლის ქვეშ ანუ აი ქერქს ვეძახით კარბონატი არის და კარბონატი ოღონდ წარმოქმნილი არის ცოტა მოგვიანებით მოგეთ ამის ქვეშ არის ოლდუაი სინქრონი ანუ და ქვია აფენები არის ანუ 1.800.000-დან 1.780.000-მდე და აი ამის ზევით უკვე არის 1.770.000 და ზევით სულ ზედა ანუ მე უკვე პალეომაგი მუშაობს ანუ აქ სხვა დათარიღება ვერ მუშაობს დათარიღებული არის ძირი დათარიღებული არის აი ეს შუაფენა ანუ ესა და თან ეს პალეომაგნეტიზმი და ეს გვეუბნება რომ აქ იცვლილება ამ დროს ხდება და ეს ხო პოლისები იცვლება და ადამიანის ფენაზე რეალურად ამის თავზე ფენაა რომელიც მერე არის ჩაცვენილი ქვევით და იქ ჩანს ფერფში ხო აი იქ ჩანს ძალიან აი აქ ჩანს აი ხედავ აი იქ რო ღრმულივით როა აი ეს არის ანუ ზევიდან არის ჩასული შესაძლებლობა შემადგენლობა აი ამ ქვევით არსებული მიწის არის იგივე რაც სუზევით არის და არა იგივე რაც ქვევით არის შესაბამისად ამას ქონდა პატარა ისა რომ ფიქრობდნენ რომ თვითონ ფენა ადამიანები ამ ფერფლში იყვნენ ფერფლის დროს ცხოვრობდნენ ანუ იყო ვულკანური გადანამარხება მოხდა ანუ ჩავარდნა კოლაფსი ანუ მაგას ქვია გალი მოგეთ მიწაშია ეს ცხოველების ხვრელები ხო არის მე ზრუთა განმავლობაში იქ წყალი დადის და მილებივითა ესეთი იქნება მე კოლაფსი ხდება ზევიდან ეს ვარდება ქვევით და ზევით რაც არის მოგეთ ისწვივა მე ქვევით ამაში ვარდება მე ეს გადასწორდება და ეს ხშირად არის რომ ეს ზედა ფენა უფრო გვიანი ფენა აღმოჩნდება ხოლმე უფრო არქაულ იმაში რაც არის სულფად ზედაპირი ხო ეს ასეთი ეს შუა საუკუნეები აი ეს თანამედროვე ხა რაც შეეხება უყურეთ ეს არის უკვე შუა საუკუნეების ადამიანი ამას იყენებდა იატაკად ამ პალეოლითურ ფენას იმიტომ მას აქვს ჩაჭრილი და დაზიანებულია ეს შუა საუკუნეების ორმოს პროფილია აქ საერთოდ რაღაცას რო აშენებდნენ დიდზე ამოუღიათ ხვდებით თორე აი ეს ბეიზი არის აი ეს არის რა მოდი გამაკვირვა რომ ეს არც ისე ღრმა ყოფილა
არა, აქ არ არის, მაგრამ ეხლა იქით 9 მეტრიანი გვაქვს ჭრილი. პალეოლითი. ხო. და იქ არ არის გეოლოგიური, ანუ სანამ ის M5 კვადრატი არ გავთხარეთ, ანუ ბევრი ზონაა გათხრილი. მანამდე აქ სტრატიგრაფიის დადგენა ძალიან რთულდებოდა, იმიტომ რომ რაღაც ფენა შეჭრილი იყო, რაღაც ფენაში, მერე იქ იყო კროტოვინა იქ. ხო, და ეს არ არის, ის არის. იმაზე რო ვიხემძღვანელთ, იმაზე მოხდა უკვე ზუსტი დათარიღებები და იმის სედიმენტები შედარდა ამას და მე უკვე გაირკვა, რომ აქედან ჩავარდნილი არის, იქ არის ხელუხლებელი, იქ არის აი ნამცხვარივით. ხო, იქ არ არის აი ეს ფენომენი, როდესაც ეს ჩაქცევა ხდება მიწის რა. აი M5-ში. ხო. რა? ბიჭო. მე მგონი დიდად მე ერთი 3 წუთით ყველაზე მოკლე შეიძლება ჩაგართვევინოთ. აი უყურეთ, აი ეს არის ეს ტერიტორიები, ძირთად აი ყველაზე საოცრება რა არის დმანისის ფენომენი, ყველაზე დიდი რომ სულ არის აი ეს გათხრილი, ეს და რაღაც პატარა, ნუ აი ერთად რო ავიღოთ, ამდენი 500 კვადრატი ავიღოთ, აი რაც გათხრილია, რაც ხო, მაგრამ პოტენციალი არის 4.5 ჰექტარი. ანუ 45.000 კვადრატული მეტრი არის პოტენციალი და გათხრილია 500. ამ 500-ში ნაპოვნია 5 თავისქალა, 4 ყბა და 100-მდე პოსტკრანიალური ნაწილი. და როდესაც აფრიკაში ასეულობით კილომეტრი უნდა გაიარა, რომ აი თავისქალის დატეხს რო აქ იპოვი ერთს, თან ზედაპირზეა. ეს აღარ ვიდეს დადიან და ესე პოულობენ აი ჩემი ერთი კოლეგა არის, რომელმაც ძალიან სასაცილო ისტორია, მაგრამ საკაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ღამე გავიდა ბანაკში, აფრიკაში არიან. ბანაკშია და მოსაშარდად გავიდა და ფანრით. და რო აშარდავდა რაღაცა თითქოს მე მივფიქრე რომ ქვას უაშარდა რაღაცა უკან მოკეთ ფეხები ცოტა დაუსველდა და დაანათა და თავის ქალა. ავსტრალოპითეკის. ეს კაცი ცნობილია National Geographic-ზე. როდა წარმოიდგინე, ნუ აი ეს ცხოვრების აღმოჩენა. პოტენციალი რო აქვს, ეხლა უბრალოდ რადგან არ ვარ არქეოლოგი, ლოგისტიკური ის მაინტერესებს. ეს გრძელდება? ამას ფული ჭირდება და არა, ეს გრძელდება. აქ ხო 4 თვიანი გათხრები იყო აქა. მე თვითონ ეხა ოროზმანში ვმუშაობ, მე აქ გავიზარდე, ანუ აქ ვმუშაობ და აი აქ აი ზონები ითხრება ეხლა ამ წუთას და აი ეს ორი თავის ქალაც ნახეთ. ეს პირველი ორი თავის ქალა აქ არის ნაპოვნი. აქ არის ნაპოვნი. ეხლა მე ჩვენ უკვე ისიც კი ვიცით, აი ხედავთ, აი ნახეთ რა კარგად ჩანს. ხედავთ ოვალურ აი ესეთ ოვალურ წარმონაქმნს. აი ეს არის ის ფენა, რომელიც აი სულ ადამიანები აი იმის გამოყოლებაზეა ნაპოვნი, აი ოვალური იმის. მეც იქ ვიპოვე ზუსტად აი ნიშანი შუაგულში რომ თეთრი ქაღალდია ჩარჭობილი. აი სადღაცა მანდ ვიპოვე ის იმის მუხლის ზვალი და ნეკნი, აი მანდ იყო. და აი ამ გაყოლებაზე შესაბამისად აი აქაც რო გაითხრება, არის ალბათობა ადამიანის ნაწილები იყოს, მithwet ეს ყბა გვაქვს და ერთი ყბა გვაქვს ისა რომელსაც თავის ქალა არ ესადაგება და აი ესე მიდის და აი ესე შედის. მერე კიდე კბილი აი იქით კვადრატში არის მე მოვესწარი ნაპოვნი, მაგრამ ნუ თვითონ ადამიანები უფრო აი ამ იმაში და აქ ანუ როგორც ჩანს იმ დროს მოხდა რაღაცა ეს როცა ესე ამათი აქტივობა იყო, თუმცა ადამიანი აქ აქტიურია ბევრ ფენაში, ანუ 10 ჯერ მაინც არის მოსული. არ გეგონათ რომ სულ აქ ცხოვრობდა, მიდიოდა, მოდიოდა ალბათ ცოტა თბილ ადგილებში მოძრაობდა. შესაბამისად მისი აქტივობის კვალი არტეფაქტებით დასტურდება და ფენებში არტეფაქტს თუ ვიპოვით, არ არის აუცილებელი ადამიანი ვიპოვოთ, ესე იგი ვიტყვით რომ აქ იყო ადამიანი. იმიტომ რომ ამ არტეფაქტებს ის ადამიანი ამზადებდა და აი ეს არის დარანი, არაჩვეულებრივი სამალავი, რომელიც ეგეც არქეოლოგებმა ნახეს, რომ გავასწორებთ, დიდი გალერეა, ოთახია. არ ვიცი ვინმე თუ ჩამძრომი ხართ, შიგნით არის, ოღონდ შიგნით ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ პალეოლითის ფენები და ძვლებია პირდაპირ პროფილებში. და მოგეთ აქ არის ოთახი, ეს სამალავი იყო. ამას ქვები ქონა გადაფარებული, შემოსევების დროს შეხვიდოთ და ერთი ოჯახი. კი, და იქიდან აქ ამოსასვლელი ეგზევით აქვს, საჰაერო დაუნახე იქიდან. მოგეთ ეს დაფარული იყო და აი ესეთი ნახეთ აქაც რაღაცა ესეთი ნაგებობა. ეხა მოდი ბარემ აქ პერიოდებს რო ურევთ ხო ხვდებით ეხა შუა საუკუნე.
სადამიწა, მაგრამ ყველაზე ვიწრო ქუჩა უნდა განახოთ მე ჩვენს გვაქვს ყველაზე ვიწრო ქუჩა, სადღაც ხო არის ჩეხოსლოვაკიაში. რო და აი ეს არის, აი გიждები ამ ქუჩაზე, აქ მინდა რომ გაგატაროთ. ორიგინალში. ნახე? რა გაია რა? ცხენითაც ვერ გაივლე. თავის დანიშნულებაც ქონდა რა. ხო, აი ეხლა კიდე ერთი კარგი ფენომენი კი არა და საინტერესო რაღაცა უნდა განახოთ. აი ეს ქვევრები, რომელსაც აქ ხედავთ. ძალიან ინფორმატიულია, ფაქტია, ინსტიტუა თავის ადგილზეა, ნაპოვნი, მაგრამ ეს ქვევრები უკვე აქ არის დადგმული, მას მე რაც ქალაქმა შეწყვიტა არსებობა და მე-17 საუკუნემდე უკვე აქ იყო სოფელი, ისე ორბელი ბარათაშვილებმა ისე მოიყვანეს ხალხი და იატაკი თუ კი აქ იყო, აი განვითარებულ შუა საუკუნეებში, ანუ მე-12, მე-13, მე-14 საუკუნეში, მე რა ხდება ხა ქალაქი ინგრევა, თემურლენგი მოდის და გადაბუგავს ამ ქალაქს, ქალაქი წყვეტს არსებობას და მერე უკვე აქ სოფელი იმართება, მე-16 საუკუნე, მე-17, მე-18 და აი ეს უკვე იატაკი აქ არის. ეს გვიჩვენებს, რომ ამაზე დადის უკვე ხალხი და იმიტომ აქ ქვევრები აქ ჩაფლული. ხვდებით? იმიტომ ესენი ზევით ანუ შუა საუკუნეებში დადიოდნენ. აქ ადრეულ შუა საუკუნეებში, გვიან საუკუნეებში თან რა ხდებოდა? როგორ ხდება ქალაქის ხელახლა აშენება? ის რაც დანგრეულია, ხა ბულდოზერები ხო არ არის, რომ პირდაპირ იმას ტოვებ, ასწორებ, რაც ის არის, გადაასწორებ და ამაზევე აშენებ. შესაბამისად აქ გადაასწორეს, აი აქ იყო გადასწორებული, როგორ ჩანს, ხო? აი ეთყობა კიდეც. ალბათ, დიახ. და ამაზე უკვე და ქვევრები, აი ხონდათ ქვევრების ეს თუ ჩანდა, ანუ იატაკია ეს იყო რა, როგორ ჩანს. და პირდაპირ ადგილზე არის, ანუ ეხა პოტენციალი, ეხა მიხვდით, რომ ეს 13 ჰექტარზე არის სუა ესენი. გათხრილი არის ეს და რამდენიმე კიდე ბოლოში არის კონცხი არაჩვეულებრივი, თუმცა იქ ცოტა საბოდიალო არის და ჩასაძრომ, ამოსაძრომი ფორტი არის და იყურება ხერთვისში, რაღაცა გიჟური ადგილია, მანდ უნდა ვასკო აი ესე რაღაცა გაემზადო მშრალამინჩი, დაბალ ბალახში და რაღაცა გიჟობაა და აი წვეთში ექცევი თავზე და თან ფორტი არის. აი როგორც სამშვიდობო წვეთში. ხო და იქ არის, აი ძალიან მაგარია ეგ. ხო. აი ესეთი ის არის აქა, მოგეთ კიდე შეგვიძლია ჩვენ. მოდი ცოტა ნახოთ ეს პატარა ლეო გაბუნია და ისინი გავიხსენოთ აბესალომი და ასე შენ. ხო. პატარა ესეთი ქართული ვიდეო რო ჩავრთოთ რა თუ არის. ძალიან დიდი რომელიც არ არის მაშა. ხო, ცხაწუთიანი მშვენიერი იქნება, რომ დაახლოებით წარმოვიდგენთ. ხო, მოგიყვებით, რომ გათხრები აქ აი თავარი საინტერესო ამბავია, რომ გიტლერის გამო დაიწყო დვანიში გათხრები და გიტლერმა თქვა, მე მგონი 36 წელს, რომ საბჭოთა კავშირს ერთი ველური ქვეყნიდან მართავსო ერთი კაციო, გაბრაზდა ეს კაცი, ულაშებიანი კაცი და ვინ არისო და მოიყვანა ეს მეცნიერები ივანე ჯავახიშვილი და იყო ერთი მუსხელი შვილი იყო გვარად და მას ჩააბარა 37 წელს დაიწყო 36 წელს 27 წელს პირველი არქეოლოგიური გათხრები რომ დაემტკიცებთ რუსთაველის იუბილე ახლოვდებოდა თუ იცით რაღაცა და რომ არ ვართ ბარბაროსი ქვეყნიდან და აი ამიტომ მიდი რუსთაველის ზოინდელი ქალაქი გათხარეთო და მოგეთ აი ეს არის ესე იგი მაგდროიდან იწყება აქ კვლევა ძალიან ფაქტიურად ლამის 100 წელია აქ გათხრები მიდის ლამის 90 აი გმარანი რო გითხარით რამდენი ქვევრები ეს უკვე ჯუმბერის დრო არის კოპალიანის
და კახიანი არის კიდე, კახა. განძიც იპოვეს. აი ეს არის კახიანი. სადა ეს განძი? მუზეუმში ეს ხოთაშორის თვალარაქსულია, ეს ძალიან ძველია. მახსოვს ეგ მეგონი. პირველი მიკვინა. ხო, ეგ არის, ეს სხვა, ეს არაქსული კი არა, ბოდიში, ნუ შუა ბრინჯაოს უკვე. 91 წელი დადგა. ოთარ ლოთქიფანიძე და ეს არის, რა ქვია. ხო, ჯუმბელი. თათო ბავშვობაში. ნათო ლოთქიფანიძე. ეს პირველი გერმანული ჯგუფი, ვინც აქ ჩამოსული იყო სამუშაოდ, ლეო. მედიკო ნიორაძე, მედიკო გახსოვთ? გიორგი ნიორაძის ქალიშვილია. მამის იყო პირველი ქართველი ქვისხანის არქეოლოგი და გერმანიაში ისწავლა. ნუ ეგეც მეფის რუსეთის დროს და მე დევის ხრელი ამან გატყარა 1920 წელს. Mit Schädel und was interessant ist gegen normale Sterbe, die man hat, Antiadjustosi. nur Wirbel und Schädelteile, während sonst man mehr in Grundsituationen Landknochen hat. Das kann man ja. აბესალომი თავის დანით. ეგრევე ნუ მოჩიჩკნე. ო, ვიცი, აბა. უი, ვასო, ეს შენი, მიკეთია გულგანი. ხო, ამუზი. სოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენასთან გახსნა. 99. ესენი 2-1 იპოვეს იმ წელს თუ არ ვცდები. ნახე ლეო ამბობს, ეხლა რო სტატია გამოვიდა, მაგას როდის? სტატია გამოვიდა ეხლა, რამდენიმე წლის წინ. ნო. ეგრევე ნახა და ალბათ ათეულში შედიოდა კი, ყველაზე დიდი არის. და ისეთი გავლენიანი ტიპი, ანუ პირდაპირ სულ თავში და საიენსი და წარმოედგინე, ბევრი არისო იმ დროინდელი მეცნია 4 დასაწყისში ხა 2000-იანების. წონა ქონდა, ხო. თან ის ფრანგულად ლაპარაკობდა. აი ეს ის დიდი ყბა ვიპოვეთ და ცოტა ხო, მე მოვედი 2003-ში ვარ. ეს დელუმლეი ჩემი მეც მაგასთან ვსაუბრობ საფრანგეთში ეს ჭაღარა კაცი ისმენ ფრანგების ლეოგონი არა ეგ პალეონთროპოლოგია ანუ ეს არის დაახლოებით 50 წლიანი შრომის ნაყოფი. ნუ 91 წლიდან 50-იც არა რაც შეხება ამის გაწმენდა და 23-ში აღმოჩნდა ხო ისე ქვისი არაღები ხო და ფაუნა, მაგრამ აი კონკრეტულად ეს და სულ ეს იყო შამპანიური. აი და მე ესე თან ეს ტრადიცია რომ საფრანგეთის ელჩი მოდიოდა მოქონდა ეს რაღაცა მადამ კლიკო და ასხავდნენ მე აბესალომს თავს. აბესალომს უნდა ამოეღო ეს 2001 წელი. აღარ არის ხო. მაგრამ ლეო სიკვდილის წინ თქვა ეს არის ჰომო ჯეორგიკუსი დამიჯერეთ. მოკლედ
ესე იმას ხენი თუ რა ქვია. ჯორდი აგუსტი, პალი, ისა აი მიკროფაუნაზე მუშაობს, ან მაგარია. ის საფრანგეთში იყო ეს ქალი 1-2. მაგრას ვავდა. აი აქ ჩვენ ვართ. უკვე. მე მგონი ეს რომელი წელი ეწერა. აი ბებოცორში 2000. აი მუზეუმში რომ მივედი, ამას ასუფთავებდნენ, ხო? ერთი წელი ასუფთავებდნენ ესეთი. აი ესეთ ქანში ამოიღეს რა. ეს National Geographic-ის ფოტოგრაფი იყო, ეს ტიპი შოტლანდიელი იყო. თუ ირლანდიელი. და ესეთ აი ჩვენი ყბაც აი ესეთ ბლოკად გვაქვს ამოღებული ამ ხელა და აი ესე დაახლოებით. გასუფთავებული სხვაგან. მე ლაბორატორიაში. აქ არა თბილისში ისე. თან რაღაც კაი შამპანიურია. აი აქ მე ვარ უკვე. ეს არის მეხუთე თავის ქალა, ეს რო ამოვიღეთ, მაკენას ოქროშია თუ სად არის, ხო იცი, რო ამოვიღეთ ეს დაიწყო. წარვდა და გაივსო ეს 40 წლით. ეს დაბნევდა, მე ეგეთი რამ რაიონო იყო ჩამოსული, ანუ ძალიან ბევრი არხი იყო და არის გადაღებული, ეხლა ის კადრები ვიღაცა სააქრო. ეხლა დახი როგორ აი ეს ამოივსო, იმიტომ რომ ესეთ ცუდი ტენტი ქონდა ამ ადგილას, ეს ის ადგილია ეხლა რომ კაი გადახურვა. აი ნუ ეს რა. და ეს კიდე ის არ არის, თქვენა წარღვნა დაიწყო, ეს შეივსო 5 წუთში, აი ეს ისა. გული გაგვიშკდა აი ამოღების დღე არის და თავი უკვე ამოღებული აქ ნახეთ იქვე ეს მგონი გადაიღო. ხო, თვითონ რაღაცა ისეთი არასაშიში წვიმა. ეხლა მე მინდა ვნახო, მე მგონი იქიდან ჯობია მოვუაროთ, იმიტომ რომ აქ ეხლა ტალახია და იქით ბალახზე რო გავიაროთ. აი ეს არის ჩვენი მოსკ მეჩეთი. მოგეთა ესეთი საინტერესო არის მართლა ეს მეჩეთი. ჩვენი კულტურის ნაწილია. ნუ და ესეც გვეუბნება რომ აქ მუსულმანური უბანია. მედრესაც იყო როგორც ვიცით აქ და არის მოგეთ სასწავლებელიც იყო და ნუ საკმაოდ ხო ისეთი ქალაქია. ეს არის მაქსიმუმ 13-14 საუკუნე, ანუ პირიქით ხელს უმართავს მაგ დროს ეს ჩვენი დინასტიები ამ მუსულმანებს და ებრაელებს გადასახადებისგან პირიქით ასავისუფლებდნენ, რომ ვაჭრობაში მაქსიმალურად ჩართულიყო ქვეყანა და ყველაზე ბევრი გადასახადი ქართლს ჰქონდა. ესე გავიდეთ. არა, ესე რა, გინდათ ამ ტოლერანტული იყო მე მგონი ხო. ხო, ნუ კონკრეტ და პრაგმატული კიდე. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში იმან გამოიწვია აქ ვაჭრობის ეს როცა ხა სავაჭრო გზაზე რო ცხოვრობ, მარტო ცხოვრება არ არის, შენ უნდა ჩაერთო და რო ჩაერთო, მე მგონი საჭირო არის. ხო. აი ნახე როგორი ის არის. რავი, ძალიან ლამაზია რა, ეს ეხა გაასუფთავეს, აი ესე იყო დაფარული და საძირკველიც ჩანს. საკმაოდ მასიური შენობაა ესეთი. რა შეხედა? არა, აქ ეხლა ხო წელს დაიწყო აქ ისევ გათხრები და ბევრი ძალიან დიდი სეზონი ქონდათ გათხრების დმანიში და ეს კი ჯუმბერეთის ექსპედიციას ხო? ჯიმი ჩხვიმიანი არის ეხლა ახალი ხელმძღვანელი ყავს, ჯუმბერიც ჩართულია აქტიურად და მოკლედ იმაშვებიან. აი ნახე უცბად მე პალეოლითი დაიწყო ამის ქვეშ. ანუ ესეთი საინტერესო რაღაცაა სპეცნაზივით. ჯერ მოვლენ აქ შუა საუკუნეების არქეოლოგები. გადათხრიან თავის რაღაცებს იპოვიან. მერე, ბრინჯაო აღმოჩნდა, მოვა ბრინჯაოს ჯგუფი, ბრინჯაოს ხანის. იმ რაღაცას ამოიღებს და მერე ბიჭებო თქვენია და ეს ყვითელი ჩვენია, მოკლედ. მერე მოვდივართ ჩვენ. ანუ ჩვენ პირდაპირ ვერ ვიწყებთ, ჩვენამდე თუ არ მოვიდეთ. ხო, აი ნახეთ ახლა პირდაპირ ეგრე.
ხო აი ასეთი ის არის და აი ეს ნაგებობები კიდე აი მასშტაბი კიდე უფრო ეხა ამას თუ სიმაღლეზეც წარმოვიდგენთ რაღაცა საკმაოდ დიდი ოთახები აი ეს ქარვასლები ალბათ არ ვიცი ნუ ყოველ შემთხვევაში თონეს მივაგენით რომელშიც იყო 15 თუ 18 თონე და ანუ ის იყო რა საწარმო იყო რა აშკარად ხო მინის საწარმო იყო აქა მინის ხო შუშის ანუ ბეჭდები ბრასლეტები ძალიან მოდაში იყო შუასა ყველას შუშის ბრასლეტი ვკეთია მოკლედ ძნელი გასაკეთებელი კი და კერამიკული ნივთები და იქვე წიდები ძალიან ბევრი და მონეტაც იჭრებოდა ერთ პერიოდში და აი ნახეთ აი კვილი მე მგონი ცხენია ხო თურისი არის აა კვილი არის შუა საუკუნეების არის ეს თუ რა არის როს გავს ხო მოგეთ არის ქვეყანა იქაც პალეოლითი ისევ იქაც ორ მოგვაქვს ხო და აი ესეთი საინტერესო აი ესეთი ადგილია რა მოგეთ არაფერი რაღაცა რო არ იპოვო შანსი არ არის რავი აი და თან იმდენია ეს რა აი ნახეთ კერამიკას დავდივართ ხო აი ხა რაზეც დადიხარ კოჭი აჰა კოჭი გავაგოროთ ამეებშიც ახლა სამეურნეო ორმოებში ძროხის ზვალი, ცხრის ზვალი, ღორის ზვალი და ძაღლის ზვალი. არ ვიცი ეს ძაღლს რას უშვებ ჭამდნენ თუ შეიძლება ჭამდნენ კიდეც გაჭირვებაში. ჩვენ ხო გონი ქართველი კაცი ამას არ იზავდა, მაგრამ და თქვენ აქ ბაზა გაქვთ ისა? რაღაცა აი ოსტრესული. მარინა გაზდელიანი. და რა კაი. მარინა მე წამოვიდე. აი, კეთილი იყოს, კეთილი. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. აბა რა სასიამოვნო გარემოა. გამარჯობა. სიმჭიდრო ამ დივანის გამო. როგორ ქვია? ეს კარტოფილის შუშას ქვია, ვისაც ახლა აქტიურ მიწაზე. ვაუ. პროფილში. იყვებით. აი იქიდან აი ვასიკო ზემოროზმანი აი იქით არის, იქიდან მოვდიოდით, ბრუნდებოდით. აი გამგაყოლებაზე ამ დინარის არის ზემოროზმა. ეს ქვემოროზმანია და ამის მერე აი ესე. და იქიდან მოდი ჯავახეთის ქედიდან მოდის ეს დინარე. ეს მაშავერა ხო? არა, ეს არის მამუტლის ხევი. და ამას ეკვა მამუტლი. მერე ქართველებმა მოდი გავაქართოთ და მამუტლის ხევი დაარქვეს. და მერე მიხვდნენ რომ ძალიან იდიოტიზმი იყო და აქ დაწერეს და ძეგლი რო იპოვეთ, ვიმყოფებით მარჯვენა შენაკა რაღაცა და თან ეს მეც გადავდი, სულ ვამბობდი და ერთხელს მოვედი სად არის დაფა მოხსნა. ანუ ის კი არა ეთყობა მასა. ისტორიული სახელი მოეძებნა და მასაჟი ორი ძმანი. ზმანი. ორი ძმანი იყვნენ, ერთი ძმა, პატარა ძმა, უფროსი ძმა და მე ისევ ქართველების ხელში ნება. აი აქ რომ მოვდიოდით ეს ყვითელი, აი ასეთი ის დავინახეთ ზუსტად, აი რასაც აქ უყურებთ თქვენ. აი ასეთი ადგილი, ლოკაცია დავინახეთ. ეს ბაზალტი ვიცით რომ ეს მაშავერას ბაზალტი არის ძირში, ბაზა და ზევიდანაც კიდე არის ოროზმანის ლავა, აი ზედანაკადი, აი ვასიკო. აი ეს არის დათარიღებული და აი ქორია რა მოგეთ. აი ზედა ლავა. ამათ შორის არის ეს და ამას კიდე თავზე ფერფლი აქვს აი და მე ეს დავათარიღე, აი ხედავ თავზე ფერფლი. ბლოკის გაყოლებაზე, ხო?
ესეც დავათარიღე და ძირშიც ფერფლი აქვს. ხო და აი ამ ადგილას რომ მოვედით, ახაც დაინახავთ ძვლებს. აი მოდით ნახეთ, ჩვენ რა ვნახეთ, ჩვენ რომ მოვედით, დაგხვდა აი ასეთი ადგილი, კი ბატონო. აი ასეთი ადგილი დაგხვდა და აქ არის ფოსილი, ან ფოსილი ძვალი, განამარხებული ძვალი, აგერ პირდაპირ. აქ ქვები გამოშვერილი, ქვის იარაღები და დამკარგვია თვალი. და ეს ფერფლი, აბა რომელი? აი შავი, აი ნაცრისფერი, ვულკანური ფერფლი არის ეს. ხო, აი ეს მაინტერესებს. აი ზოლი რაც არის, აი ზედა ჰორიზონტი. აი ეს არის ფრთხილად. ფრთხილად. ესეც ჩვენ მოვჩიჩქნეთ. აი ეს არის ვულკანური ფერფლი, აი სულ, აი ირაკლი შეგიძლია მოტეხო ზევი და ქვიშასავით არის რა. აი ნახეთ ზედა ნაწილი მოიცარი, აი. აი გო დაფხვნი. ხო, მაგრამ ფერფლი. ცოტა ის არის. ხო, დაფრესმი ფერფლია. ხო, არა გეჩა. ანუ ეულიურია, ხო. ანუ ქარის მოტანილია და ესე იგი ამ ფერფლის ეს ფერფლი მოიყო მერე. აი აქ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები, აი ამ შრეში რა. და ეს დათარიღდა და ეს არის სადღაცა 1.7.8 და ძირი არის 1.8 და 12. და აქ არის ადამიანი, აი აქ არის ადამიანი. და პლუს ამის თავზეც დათარიღდა, ის ბაზალტის დათარიღდა, ეს ბაზალტის დათარიღდა, ძირის ბაზალტის. მაგრამ მე მაინც ვიძახი, რომ ეს ჩვენ ძეგლი არის ორმაშავერა სამოფრქვევას შორის და არა გეოლოგებთან საომარია და არა ოროზმანის დამაშავერა სამოფრქვევებს შორის და მოგეთ ეგეთი ამბავია. ეხლა უფრო ვრცლად ოროზმანის შესახებ. ეს ლოკები ანუ რაღაცა შენობა. აქ ვასიკო იყო კომუნისტებმა ის ბეტონით იქ დრაბილკა იყო, ფიქრად ფერფლია რო ამოდ ფერფლია რა. და ის გააკეთეს. ქვავდნენ რომ იმათ ქვიშად. იმისა ხო? ხრეში და რაღაცა, ო, ინერტული მასალით და ეს შოთა ადამიანმა ეს პროფილი აღწერა როგორც გეოლოგიური წყება და ტბიური ნალექია, ეს არის ეს ტბიური ნალექი, ანუ პლაჟი არის და პლაჟი არის რა, სავარაუდოდ, ну დელტაც შეიძლება დელტაც რაღაცა ტბის ნაპირია, ყოველ შემთხვევაში აი ეს ადამიანი აი სწორედ აი ეს ტომარა როდებს შუა ტომარა აი მაგ იყო, მან ჰორიზონტზე იყო, ეს კბილიც მანდ იყო. ეხლა აქ ძვლები ფაქტობრივად ჩვენ ყველაფერი ავალაგეთ. აი ახლა ამ პროფილებში ნუ ძალიან ბევრი ძვლებია, მაგრამ ნუ გადაფარებულიც გვაქვს და რო არის მას. ეს სულ 3 არქეოლოგიური სეზონი იყო. სეზონი, ანუ 50-50 სანტიმეტრი თითო სეზონზე მაქსიმუმ გავაკეთეთ და ზარა უკვე ორი ადამიანი ყავს და ბევრი ასობით ცხოველის ძვალი და 100 მეტი არტეფაქტი. ჩონჩხი აქვს? და მგლის ჩონჩხი, ეტრუსკული მგლის ჩონჩხი თავისი იმითი. ხო რა, ლამის შინაგანი. ნუ ყოველ შემთხვევაში ტოერით. პოლენი მუცელში ბოლო ჭამა. მთელი ჩონჩხი. თლიანი. და აი იქ იყო, ამოვიღეთ ესეც და აქ მარტორქაა. აქ მარტორქას წინა კიდურებია. თლიანად ეს გამოშველი და ალბათ შიგნით არის, არ ვიცი, შეწოლილი. და ყველაზე ახალი ბოლო რაც დავაფიქსირეთ, აქ არის პალეო ზედაპირი, ანუ რაზეც ესენი დადიოდნენ, აი გამსკდარი თიხა, ტბის პლაჟზე რო დამსკდარ თიხებს ნახულობთ ხოლმე მზისგან რო გაშრება, ზუსტად ეგ ვიპოვეთ და შესაბამისად აი 20 სანტიმეტრის ქვეშ არის და აქედან უნდა შევყვეთ და სავარაუდოდ ეგ ჰორიზონტი თუ გაგრძელდა, სიურპრიზად შეიძლება ადამიანის ნაკვალევიც იყოს და შეიძლება ისიც იყოს, რა ქვია. ცხოველის ნუ ჯერ მაგრამ ეს რო არის უკვე იქ პოლენია ბევრი, ანუ ჩვენთვის ტვერი არის, ყველაფერი ტვერი არის, ტვრის ნაწილაკები სცენარეული, რომელსაც მიკროსკოპში უყურებ და ვიგებთ როგორი გარემო იყო. ხო და ნუ ჯერჯერობით ეს ტერიტორია კეთდება, ითხრება, ნუ რის ფინანსური საშუალებაც გვაქვს, გაფართოება შეგვიძლია სიღრმეშიც, სიგანეშიც. ხო. ეხა გვაქვს ნებართვა, ხო, ნუ ორი სასამართლოები არა, ნებართვა კი არ მინდა. ყველგან მე სიღრმეში იქნება ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აი ქვიცით რომ ძალიან ბევრია. და
აი იქით რაც მინდა ცალკე ჭრილი რომ პირდაპირ ფერფლის ქვეშაც დავეშვა რომ უფრო სრული სტრატიგრაფია და უფრო სრული ჭრილი იქით ბოლოში არის. იქ საერთოდ ეს ფერფლი არის 4 მეტრიანი. თავზე და ეხლა წამოდი ძირი ვნახოთ ამის ქვეშ რა ხდება. ეგეც პირდაპირ ხელის გულზე დევს. აი ეს მახიჯი ნაგებობა მინდა რომ დავშალოთ, მაგრამ როგორ უნდა დავშალოთ, ვერ ხვდები რომ ხო, მაგრამ მე ფენები დაილეწება. ხო, ეხლა შეხედე ვასიკო ძირი. აი კიდე ვულკანური ფერფლი. ანუ პირდაპირ არქეოლოგიის სახელმძღვანელოსთვის არის არქეოლოგიური, ესე იგი, უпроსოდ ლავის ამოფრქვევა მოხდა. მერე მოვიდა ვულკანური ფერფლი. ფერფლი. ეს ფერფლია. ეს ფერფლი არის, ამის ქვეშ არის, ლავა იქით არის, ქვეშ არის. და ფერფლის თავზე ტბიური ნალექია, ეს ყვითელი, სადაც იყო პირდაპირ ეს ფოსილები არის. აი ზევით შენ თუ ხედავ ბეტონისა და იმას შორის, მანდაც შეიძლება ძვლები დაინახო, მანდაც ზევით. და ესე იგი, ამის თავზე კიდე არის ფერფლი უკვე იქ. იქით. და იმის თავზე კიდე ვულკანური ისიც არის. და ის 4 მეტრია ესა, ფერფლი. არა, ფერფლი 4 მეტრი, 3-4 მეტრია, კი. გაგიყვანთ და გაჩვენებთ. ნუ ბევრი დიდი მასა არის მოსული, ანუ მაგის მერე შეწყვიტა აქ ცხოვრება შეწყდა. ანუ აი ეს გვაქვს, აი ეს არის დროის კაფსულა. აი აქ ამ პერიოდში გვაქვს 1.8 წლის მოგეთ ადამიანების აქტივობა ევრაზიაში ერთადერთ, ნუ აქ და დმანისში რა და აი ეს არის. თიხაქვიშა. თიხაქვიშა, რომელიც ხო, არის ტბიურ. ტბიურ ფლუვიალ ლაკუსტრინ, ტბიურ პატარა მოძრავი იმით. და სუფთა თიხაც ვიპოვე, ჰორიზონტი სრული თიხა იქით არის, აი სადა ფუტპრინტებს სადაც ველოდებით. შესაბამისად აი ესეც გასათხრელია, ხო ხვდებით, აი ეს ყვითელი რაც არის კილომეტრებზე შედის და არის გასათხრელი რა. და ერთი ამხელა რომ დავამატოთ გადახურვა, უკვე 2 ამდენს გავთხრით. იმიტომ რომ აქ ზაფხულში შეუძლებელია და ბუტკას ახლა აქ რომ მაძლევენ, აქ დავაყენებთ და ჯიხური დიდი გვექნება რომ რაღაცა იარაღები. მინდა მაცივარი და რაღაცა წყალი, აი, იმიტომ რომ სულ გიწევს, აი როგორია ახლა. აქ როგორი რადიაცია იცი? ჯოჯოხეთ, აი ცხვირიდან სისხლი მოსდი ტიპებს. ახლა როგორია? ეს გავაკეთე ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ ვიღაცები ცნობის მოყარე ხალხი შედიოდა და დადიოდა და როცა იმას დედას ვიცავ, ყველგან საათზე ალთინ მოვიდოდა ხოლმე. ალთინ, ჩემი ალთინია. კვილეს ვაჩვენებდი. ხო, ეხლა რაც შეეხება, რაც ვინც კარგად არიცით, ბევრი რაღაცები, ეხლა ვასიკო მიცის იმდენი ველაპარაკეთ. ხო, 21 წელს ჩავატარეთ პირველი არქეოლოგიური გათხრები აქა. აღმოჩნდა გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და ქვის იარაღები. 22 წელს ვიპოვეთ უკვე ეს კბილი, ადამიანის კბილი, ადამიანი და დანარჩენი, ცხოველთა ნაშთები და პოპულარული გახდა აქაურობა. მერე სასამართლოები და ამბები ქონა, ომები, 2 წელი გავჩერდით, 24 წლის 31 ნოემბერს მომწეს ნებართვა. აქ იყო -10 გრადუსი და ამოვედით -10-ში. ნებართვას ვინ იძლევა? სააგენტო, მაგრამ სანამ სასამართლოები არ მოვიგეთ და სანამ არ შეიცვალა კულტურის მინისტრი და სანამ გავასაჯებთ, ვამბობდით, რომ ეს ინგრეოდა აქ დიდი ის მოხდა, ეროზია. აი აქ იყო ჩამოყრილი ფენე, ძალიან ბევრი მიწა. მე კი გადავცერი და 2 წელი რაღაც. ნო და ძალიან ბევრი ძვლები ჩამოიყარა, განადგურდა. და ის ყბაც რო ვიპოვეთ, ის უკვე კიდეზე იყო პროფილთან, ანუ ის წინა მხარე რო ჩამოძრა, ანუ აქ ხო მუდმივი ქარებია ხეობაში. აი ეს რო ისიც უკვე წელს რო გათხრები არ ჩამეტარებინა, ეს უკვე ჩამოვარდებოდა, იმიტომ რომ აი სადღაც აი კიდეზე იყო ეს ყბა რა. აი რავი, შავი პარკი რო აი მანდ იყო, რო წარმოედგინოთ და შესაბამისად მოირეცხებოდა და გაქრებოდა როგორ დაიფხნებოდა, ნუ ეხა კბილს ვიპოვიდი ალბათ მე თუ აი ეს უნდა აი ეს გორა ფაქტიურად ამისგანაა შექმნილი, აი ეს რო რაც იყრებოდა რა დროთა განმავლობაში. მე თან იცი რა არის, ამას უკვე იზღირებულება აღარა აქვს. ფენაში რო აღარა ფიქსირებ და ზუსტად მოიღა კბილი როა გეიტყვი ადამიანის კბილია, მაგრამ მიდი აბა რომელი ჰორიზონტიდან არის და ამათ შორის ასაკობრივი სხვაობა 10-20,000 წელი შეიძლება იყოს. აქ სულ სხვა კალკულაციაა რა. აქ
10,000 წელი რაც ნეოლითელები, ანუ ის გავხდით, ფერმერები, მონადირე შემგროვებლები და ისიც ყველგან არა, ზოგან 5,000 წელია. და წარმოიდგინეთ აქ რო 20,000 და 30,000 წელს აქ არა როცა 2 მილიონი, რაღაც 3 მილიონიდან რო გამოდიხარ, ცოტა სხვა ამბავია. ასე რომ, ну, მოკლედ ესეთ პოტენციალი არის ძალიან დიდი. მეორე გეგმა B, რომ ეს აუცილებლად უნდა გავზარდოთ და უფრო დიდ ტერიტორიაზე ბევრმა ხალხმა იმუშაოს, ქართველებმა და უცხოელმა სტუდენტებმა და მეცნიერებმა. კრედიტები გვინდა გავცეთ უნივერსიტეტებმა კრედიტები შემოიღოს, მაგ შემთხვევაში უფრო დიდი დაინტერესება იქნება რა, აქ როცა კრედიტს შოიღებ. ქართველი სტუდენტები არ გამოთქვამო ხოლმე. 40 ყავდა წელს. არა, ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, просто უბრალოდ ეს ძალიან ძვირიანი საქმეა. ერთი თვე გვიჯდება 30,000 ლარი მინიმუმი. 30,000 ლარი მიჯდება ერთი თვე, აი სახლების ქირაობიანად და სამუშაოს 20 კაცით 30,000 უნდა. 20 კაცამდე, აი 30 ოღონდ წელს იყო. ნუ შეიძლება მოუწეს 35, 32 იყოს. ნუ ამ იმითი რომ მანქანა, საჭმელი, ზუმი, ნუ რაც არის, ხო, ლოგისტიკა, იარაღები, არ ვიცი, ხო. 25. აი ეს 20,000 ლარი თავაშენეთ მაშინ. 2021 წელს. ეს როგორც კი ვიპოვეთ, საქართველოს იმ დროს ძალიან პოპულარები ვიყავით, აქ ბანერი ქონდა, სპონსორები წავს. ზოგი ბენზინს გვაძლევდა, ზოგი იმას. მე უკვე იმ ამბების მერე შეშინე წელს მოგცა GPI-იმ ფული სადაზღვეომ და ბენზინი მოგცა გავხმა რაღაც რაოდენობა რა. და ეგეც გამოგვადგა. ნუ მაგრამ ეხლა ერთი კაი კაცი გამოჩნდა და იმას აი ფუტკას დავაყენებთ და დასასვენებას მოვაწყობთ. აი სახლი, ეხლა სახლი გვაქვს გადასაწყვეტი, სახლი გვინდა რომ ხოდა ნუ საიტი ეს ავსებს დმანის ცოდნას და პლუს უმატებს, იმიტომ რომ სხვა მონაცემები ამოდის. აქ აი წარმოიდგინეთ, აქ საერთოდ სხვა ამბავია, ფენომენია, რომ 15 კვადრატულ მეტრში 2 ადამიანია უკვე. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ დაღლილი ვიყავი აქ უკვე, ხო იცი ხო სამუშაო და განმარტოვდი, წავედი ჩემთვის. დავისვენებ მეთქი რაღაცა, ცოტათ გავანიებთ, ის ახლა როგორია? ყველა სტუდენტის ის იმათიც გაიჭრის თუ ბოდიში, არ ვიცი. რა ნებისმიერი ის არის შენი გადასაჭრელი რა, ფსიქოლოგიური პრობლემა თუ ჩაისუნა ემპათი და ჩაეხუტო და ხო ხდები აი ზოგი უცბა ტირილს იწყებს. ხო და პასუხისგებელი პირი ხარ რა. ნუ დავიღალე უკვე. არ არის ადამიანის ენერგია ესეთი უშრეთი და წამოვედი ჩემთვის წამოვედი დავისვენ და რა შეხედა ვაი ყვირი ვარ ყორღანები. მე აღმოჩნდა რომ როგორც გავარკვიე, როგორც ვიცი აქ არ არის გათხრილი ეს ყორღანები. და არის 40 უზარმაზარი 40 მეტრიანი დასაფლავებებია ეს გორები. მოგეთ ეს ლავა და ძირის ლავა სხვადასხვა არის. აი ის იქიდან რაც მოუყვება ძირზე რაც არის და ეს არის სხვა ეს მაშავერას დინარე რაზეც გადის. დინარე რაზეც გადის და გასწორი ქვევით აი მთელი ჰორიზონტი სულ ლავა არის რა. ის არის მაშავერას ლავა, ეს არის ორუზმანის ლავა. 1-7-7 თუ რაღაცა შუაში ყავს? შუაში ვართ ჩვენ. აჰა, ამოვედით. ეს მაგარი მისტიური ადგილია, ეხლა ნახე. ხო. თან კაია დაბალია ბალახი. ხო კარგად დავინახავთ. აი პირველი. ხელოვნური ბორცვი. თავისი ჯავშანი ჯავშანიც აქვს თავისი შემორჩენილი და აი დაახლოებით 40 მეტრია დიამეტრი და კამერა ჩავარდნილი არის, დასაკრძალი კამერა.
აი ნახე. არა, ხო. ან ხო შეთხოვში გათხრილი არ არის. აი ეს არის ჯავშანი. თავზე ესე იგი ჯერ მიწაყრილია, მერე ქვები არის შემოლაგებული. და აი ეს არის კამერა, აი აქ არის ჩემბერ, რასაც ეძახიან. აქ წევს უკვე ბელადი. აი ჩავარდნილია რატო? ეხლა ჩაიქცა თუ? ხო, ეს იქცევა, ეს არის მუხის მორებით აშენებული ოთახები, სადაც ეს ბელადი წევს ხოლმე. მერე დროთა განმავლობაში ეს მორები იქცევა და ყორღანის გულში ხდება ჩავარდნა ამ მიმისი მიწის. და განსხვავებული ბალახეულობაც ის. ბალახეულობაც სადგანი ქაერი უფრო. აი იმაზე ვართ, ყორღანზე ვართ, აი ეს არის. უზარმაზარის დასამარხი მთა. აი 40 მეტრი, აი ნახეთ, აი იქიდან იქამდე არის დიამეტრი და აი ეს რაც შემაღლება არის. ეხლა წრეს ხო ხედავთ? აი ეგ რა სადღაც. ხო. აი ხედავთ? არ შემიმშნევია. არა, იდეალურად გვალია თან. ზოგადად ახლა არქეოლოგიაში ესეც გამოვიდა სცენარეულობის მიხედვით. ხო, სიმეტრიულად ის არის. ზემოდან ჩანს ხოლმე იმ ნაგებობების კედლებთან გაყოლებაზე სხვანაირი სცენარეულობა ვიდრე. იდეალი. იქაც რაღაცაა, იმასაც განახებთ, იქ ვაფშე რაღაც ნაგებობები. აგერ ხო და კიდე აქ 1 3 თუ 4 აი იქაც არის. იქ ისიც არის და აი იქ არის დიდი ძალიან, იქ ბუჩქი რო არის, უზარმაზარია. აი ეს კარგად ჩანდა და ნო არ ვიცი ისიც კარგად. ისიც მაგრად ჩანს და იქ ხე არის საერთოდ ამოსული კამერაში. ხო. ეხლა სუნს გზნობთ ბალახის, ეს არის ისა ველური ბექონდარა. მაგის სუნია. აი ხა გზნობ და მაგის ჩაის აი აზერები ამას კრიფავენ და ამის ჩაის აკეთებენ სასწაულია. და აი ეს ნახეთ ეხლა რა მხელაა საერთოდ. ესე იგი ამაში არის 1-10 კვადრატი ოთახი რა. გაკეთებული და კამერა ჩასვენებული ტიპი და იქ საჭმელ-სასმელი ჩაყოლებული, ოქროს ტივთები თუ ქონდათ. ხო, ხანცხენები, ხანხარები. მონები. აი ეს არის ისევ ნახე ჩაქცეული შუა ნაწილი. აი რამხელა ეს ძალიან დიდია სხვათა შორის, ეს იმაზე დიდი არის. მო თან ნახე როგორ რაღაცა სხვანაირ ადგილზეა, ყველაზე მაღალ ადგილზე არის. აი რაღაცა სხვანა. აი აქ წევს ტიპი, ეს შეუსწავლელია აშკარად. იმიტომ რომ აი ეს მოგეთ აქ უნდა ეს შესწავლილი იყოს, დახევარზე მაინც უნდა იყოს გაჭრილი. და ეს აი ჯავშე რამდენია, ეს თუ შემორჩენილია ეს. რა პერსპექტივებია თამას, აი რა უნდა მოხდეს. უნდა გაითხაროს. თუ ითხრება, ბევრი ითხრება ამ რაიონში და ეს შეიძლება გაითხაროს. ძალიან ძვირფას სამარხებია ამაში. ტიპი ხან ხარი არის და ურემი და ზედ კაცი წერს და საჭმელები, საიქიოს ხოლმე ხან მონები ჩაყოლებული, ხან ოქროს ტივთები. აი ესეც არის და აქ კიდე რაღაცა არის, რაღაც ნაგებობა, მაგრამ აი იქ უცნაური, იქ მოვით ოფსიდიანები. ნასოფლარივით არის რაღაცა. ყოველი შემთხვევაში რაღაც კედლები დავაფიქსირე და აი დრონით მინდა მე ეს გადავიღო რა. აი ეს აქეთ მხარე არის დარჩენილი, აქეთ აღარ არის. მე ნახე ქვები. აი იქიდან რომ გაყვე, აი იქამდე არის და მე აღარ არის, ნახევარწრე არის. მოგეთ აი აქ რაღაცა მეგალითური რა და არ ვიცი რა არის. რაღაც ნუ გო მანდაც და აი აქ კედელია საერთოდ. იმედი არ გამოიქცევიან. კი იქ არ ყოფილ ვარ, მაგრამ აი ეს შემაღლებაზეა და ნახე იქ როგორი ზოლი მიდის კედლის ორ-ორი, აი ესე ორ-ორი დიდი ქვა, ესე ჩაყოლებულია ესე ერთ ზოლზე. ნუ რაღაცა არის რა, ფაქტია. იმიტომ რომ აი აქ ბავშვები მყავდა, სკოლის მოსწავლეები, რაღაცა შიშქდნენ და ოფსიდიანის იარაღები ამოვიდა აი აქ. ზუსტად ეს ხო შუშა არის და ოფსიდიანიც ამოვიდა. აი აქ ესე იგი
რაღაცა ის იყო, აი ამ ქვის ქვეშ. პირდაპირ. იარაღი. ჩალაგებულია ეს. ნო, ესენი ეხა ჩალაგებულს გავს აშკარად ეხა. ესე კიდეზე დაყენებული. ხო და ისიც, აი დგას. მე იქაც ხო, რაღაცა მოგეთ რაღაცა გამაგრებული სოფელი, თან ისეთი ადგილია, ცოტა მაღალია და აქეთ ეს შენი ყორღანების ველი უკან. აი თქა. არა? რაღაც პატარა ხერო დგას. აი ესეა, ყველგან იქა იქაც უახალ ეგეთი რაღაცა. აი ეს ხერო დგას პატარა. ეხა ორი ყორღანი ვნახეთ. 4-ია ვაფშე, 3-ია, ერთი ნახევრად მორღვეულია და ის ყარა თუ ჩვენ. იქით უკვე აღარ არის. აი იქ 2 იყო, იმის იქითაც იყო. პირველზე რო ვიყავით, პირველიდან გადაღმა. და მე კიდე მესამეა ეს დიდი იყო ეს. ეხა მისი ნამდვილი წეროა ის გასაუბრეთ პირველი ოქტომბერი ყორღანი. კი, ამას რატომებში ხო? აი რატო? შუაში აქ ჩავარდნა. მაგრამ დეპრესია აქ, იმიტომ რომ ოთახი იყო და ჩაინგრა. მაგრამ ამის გაჭრას ხო ვიცი რა, დიდი ის უნდა რა, რესურსი შედარებით. აღრმაც იქნება. აი ეს არის და დაგანადგურებული, ნახე. აი ეს სუჯავშანი, აი ქვაფენილი. წერეც არის, ნახე ბორცვი. აქ ჩავარდნა და აი აქ უკვე აღარ არის არაფერი. აი შეიძლება ტრაქტორით ამოცა. აწესით აქ შუაში უნდა იყოს, აი მანდ. სადაც ყველაზე დიდი დეპრესია. 4000 წლის პირამიდების ხელა რა. აი ჯავშანი, რაზეც გეუბნებოდით, ნახეთ. ამას, ანუ ჯერ პირველ რიგში ითხრება ორმო, ორმოში შენდება შენობა, დიდი თქვათ მუხის მორებით, ეს 4 კუთხედის შენობა, მერე ჩაასვენებენ მიცვალებულს, მერე ამას აყრიან მიწას გვერდებზე, მერე გადახურავენ მორებით და იმასაც აყრიან მიწას და ბოლოში მთელს ამ სისტემას ალაგებენ აი ამას. აი ეს არის აი ეს მთელი ჯავშანი. ხო, როგორც უფრო დაცვისთვის ხა ისე არ არის რომ ადგილების აი წყლის გარო დაიცვას, თუმცა აი თუ დააკვირდებით, ნახეთ აი სულ დაალაგებული. ხელოვნური ბორცვია. და ეხა ამასო შეხედავი რა საკმაოდ ბევრი მიწაა მოტანილი, ბევრი კუბომეტრია. ეს ხერო ამოვიდა, ეს ქვებიც ნახე ამოყარა. რამდენი ქვები? ხო და კიდე რაღაც სტრუქტურებია, რაღაცნაირად ქვები არის ხოლმე დაალაგებული და. თან აქ დიდი აქტივობაც არისო ამ ტრაქტორებით, როგორც ჩანს, ეს აძორებია და ამან თორე ამ ყორღანებს გაასწორებდნენ მიწასთან და ის მარნეულში რაც გითხარით ის გორები. ძალიან ბევრი უკვე აი ზოგი ნაგავსაყრელად არის ქცევა. რაც იქნება. იქ ნაცრებთან რომ მივედი, ესეთი რაღაც დავინახე და გამოვჩხიკე და ესეთი რაღაც. ნუ, ეს არის ბაზალტი და ჩვეულებრივად უფრო ბაზალტია. კონკრეცია, მართალი ხარ. კონკრეცია. სადაც არის კონკრეცია, იქ არის ძვალი. აი ზუსტად. ხო, ანუ აი პირდაპირ ძვლიდან გამოსვლა და ზედ ძვალზე გვაქვს კონკრეციები და მოგეთ ეს კონკრეცია სოფოლოდ გვიხარია, იმიტომ რომ ძვალიც იქნება იქ. აი ესე იყო იმაში. და ჩვენ თავზე არის აი ეს რაღაცა მეურნეობა და ის კერძო არის, მაგრამ მე შემილია შესვლა აი ჩვენი სახურავის რაღაც ამ ხეებთან არის. მე შევილია 1-20 მეტრით შესვლა, ეგ შიგნით და იმის მერე უკვე კერძოა. მაგრამ უკვე გვერდებზე შემილია ვიმუშაო და ის მინდვრებიც ხა ნუ რავი. შურფების გაკეთების ის გააქვს. მე ამან მოგცემო უფლებას, რომ ჩემი მასიო ბასეინები აქვს შიგნით და კიო. აი შემაღლებები უფრო ეს მაღალი მერე უკვე ზევიდან რაღაც სხვა დეპოზიტია დესვარ. აი სწორი რაც არის და იქით რაც ვიდის ეგ არის მე მგონია. მაგიტო არ ვიცით გავრცელება რა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენია პოტენციალი საიტის. მხოლოდ ეს არის თუ მართლა იქ გადის. ეხლა დეპოზიტებს კი ვხედავ ზუსტად ეგეთებს. გევრადარით ვერა, ხო? არაფერი არ ჩრება აქ, იმიტომ რომ გევრადარიცა მიჩვენებს სიღრმეზე ლავას სად არის. ეგაგი მეც ვიცი სადაც არის, აგერ გამოდის ა. აი რო არის დინარის თავზე გამოსული. აგი აკურატ დინარის დინარის ერი არის. სულ ეგ ჩაჭრილი აქ რა. აი აქ იყო ტბა, რაც თავარია, ხალხო, ეგ არ უნდა გვეძდეს რომ აი ეგ ტბა იყო. ისევე როგორც დმანიშიც იყო ტბა. აი წინ ესე იგი აი ეს ტერიტორია იყო ტბა და იმიტომ ეს ნალექი ხო ეს ყვითელი რაც არის ეს ტბიური ნალექი არის. მარო არ ყოფილიყო ლოგიკა, ყოფილიყო. ადამიანი ტბასთან არ ტბა თუ არ არის არ მოდის. ანუ და თუ მოხდებოდა და კი ავიდოდა ის ძვლები. და მეორე რომ
როცა მე ვიპოვი პალეო ტბას, ან ტბას, ესე იგი ვიპოვი აუცილებლად არქეოლოგიურ ძეგლს. რაღაცა პერიოდისას მაინც. და მე ეს ტბა, რა თქმა უნდა, ისევ გაიჭრა, იმიტომ რომ ეს მდინარე ხო არ შეაჩერებდა იმას სვლას. და მე გაჩნდა როგორც ჩანს შეიძლება საერთოდ დმანისთან ტბა. ან იქაც იყო პარალელურად და მე იქ წავიდნენ. შეიძლება იქიდან აქ მოდიოდნენ, აი ეგენი უკვე დასადგენია. შეიძლება ან უბრალოდ სასროლად, აი ყოველთვის არ არის გამოთვლილი და მაგრამ ფენაშია და ნუ ამათ ის არის. აჰა, შენ კონკრეტია, მაგრამ შენ ქინა ქვა. აი აქ ჩანს რომ ნახევარსიკო აი აქ რა ჩანს, ეს უკვე ადამიანი არ არის აქა. აქ ენერგია იყო უფრო დიდი და კონგლომერატი არის, აი ადამიანის ნამდე რაღაც პერიოდში დიდი ენერგია რაღაც დინარესავით პატარა რაღაცა მოდის და აი ეს ნატანი მასალა მოაქვს, აი ფენაშია სულ. იყო ესა, მე დაწყნარდა რაღაც პლაჟივით არის, რაღაცა აქ მოდიან, კვდებიან, აქტიურობენ და მე მოდის ფერფლი და მე მოდის ისევ ლავა გადაესხვევა თავზე. და აი არ ვიცი რაღაცა უზომოდ შეიძლება ლაპარაკი იმდენ რაღაცას ვიღებთ აქედან ინფორმაციას. ის რო გააპრიალო არ მინდა რა, იყოს რაღაცა მომავალი თაობები, ანუ რაღაცები ავიღო და რაღაცები ვიცოდეთ რომ რაც კიდე სხვას დარჩება, რომ უკეთესი კვლევები გააკეთონ იმ შემდეგმა თაობამ.